გამარჯობა თქვენ ანიკოს პოდკასტს უყურებთ. მორიგი ეპიზოდით დაგიბრუნდით ეთერში. თუმცა სანამ ჩემს დღევანდელ სტუმართან გადავიდოდე და ვისაუბრებდეთ ისევ ქართულ ფეხბურთზე, იქამდე შეგახსენებთ, რომ ჩვენი ახალი პარტნიორები არიან სამშენებლო ინსტრუმენტების კომპანია Ronix, რომელიც მორგებულია ნებისმიერ სურვილზე, ნებისმიერ მოთხოვნილებაზე და ნებისმიერ ბიუჯეტზე. დიდი მადლობა Ronix ჩვენთან თანამშრომლობისთვის და კიდევ ერთი ჩვენი მეგობარი, ეს არის ლუდის რესტორანი ლოვენბრაუ, რომელიც არის განთავსებული ბესარიონ ჟღენტის 92 ნომერში, სადაც ძალიან გემრიელად შეგიძლიათ მიადევნოთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ სპორტულ მოვლენას თვალყური. შეიძლება საერთოდ არ იყოს სპორტული მოვლენა, მაგრამ გემრიელად მიირთვათ ქართული და არა მხოლოდ ქართული კერძები და კარგი ლუდი. რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს საწყისისთვის, აუცილებლად მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი დაგულე სპორტი, მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, დააკომენტაროთ, გაგვიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები, თქვენი უკავშირი არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ჩემს სტუმარს, ჩემს სტუმარი გახლავთ საფეხბურთო კლუბ წყალტუბოს სამგურალის პრეზიდენტი მიშა იაშვილი. დღემშვიდობისა მიშა. სალამე. და მასთან ერთად ვისაუბრებთ რა მიზნები აქვს გუნდს მიმდინარე სეზონში და არა მხოლოდ ამაზე. ძალიან ნაყოფიერი, რამდენადაც თვალი მივადევნე, მოსამზადებელი ეტაპი გამოგივიდათ, მათ შორის თურქული შეკრებით. როგორ შეაფასებთ, რა კონდიციაში ხვდება გუნდი ახალ სეზონს და პირველ თამაშს? დიდი მადლობა მოწვევისთვის. გუნდმა მომზადება იქ ჯერ კიდე იანვარში დაიწყო წყალტუბოში ჩვენ სავარჯიშო ბაზაზე და პირველი ეტაპი ჩვენ გავიარეთ მომზადების წყალტუბოში. შესაბამისად შემდეგ გავიმგზავრეთ თურქეთში და იქ ჩავატარეთ 5 ამხანაგურ შეხვედრა. საერთო ჯამში მე რა თქმა უნდა კმაყოფილი ვარ, თავარია სამწვრთნელო შტაბიც კმაყოფილია ამ მეორე ეტაპის მომზადებით, თამაშებით. ბევრი კარგი ეპიზოდები გამოჩნდა ჩვენ კლუბში თამაშის დროს, გარკვეული ხარვეზებიც და შესაბამისად შეეცადენ რომ კარგ კონდიციაში დაბრუნებულიყავით თბილისში და მე მგონი დღეს პირველი თამაში გვაქვს, პირველი ტურია დღეს და ვფიქრობ რომ კარგად გამოვიყურებით. დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება. ჩვენი ეპიზოდი ხვალ დაიდება, შესაბამისად დღეს ვერ ვისაუბრებთ რა მოხდება ამ საღამოს მატჩზე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ სტარტი, როგორ დაიწყებს. რა თქმა უნდა, სტარტი მნიშვნელოვანია, მით უმეტეს საკმაოდ ისეთი რთული კალენდარი გვაქვს. ალბათ ნებისმიერი თამაში რთული იქნება ჩვენ ჩემპიონატში. მესმის ახლა პირველი თამაშები და მაინც გუნდს ნებისმიერ გუნდს შეთამაშებაც შედება როგორც ჩვენ ასევე ჩვენ მოწინააღმდეგესაც, მაგრამ ვფიქრობ რომ კარგი გუნდი ვართ, მებრძოლი გუნდი ვართ და შესაბამისად შევეცდებით რომ მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ. რაც გადმოვიდა წყალტუბოს სამგურალი რანგით უმაღლეს ლიგაში, ყოველთვის ყოველი სეზონის დასაწყისში და მიმდინარეობისას, ანუ საკმაოდ კონკურენტუნარიანი გუნდია და ამბიციური. მიზნები ყოველთვის არის ალბათ მაღალი. აი რამდენად არის რესურსი, რომ ბოლოს და ბოლოს გუნდმა იბრძოლოს კი არა და საბოლოო ჯამში აღმოჩნდეს ევროტურნირების ზონაში. ამის რესურსი თუ არის დღეს? ვფიქრობ რომ კონკურენტუნარიანი გუნდი ვართ, დანარჩენი დრო გვანახებს. რა თქმა უნდა რთულია, მით უმეტეს ლევანდელი წელიწადს, იმიტომ რომ როგორც იცით ერთი ადგილი საერთოდ მოგვაქვს. ანუ თუ ჩვენ 4 ადგილი ქონდა ასე ვთქვათ, UEFA-ს რეიტინგის გამომდინარე, ერთი ადგილი მოგვაქვს და შესაბამისად კონკურენცია ამ კუთხით კიდევ უფრო რთული იქნება. ანუ ჩემპიონატის ცხრილიდან 2 გუნდი გავა მხოლოდ UEFA-ს და შესაბამისად მესამე იქნება, ვინც თასს მოიპოვებს. ამ კუთხით საკმაოდ გართულდა, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ ჩვენ ამბიციური გუნდი ვიყავით ყოველთვის.
და ეხლა წელსაც შევეცდებით რომ მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ. ამჩერი დრო გვანახებს. შტაბიც, ფეხბურთელებიც არიან განწყობილი იმისთვის რომ ყველა თამაშზე ვიბრძოლოთ ბოლომდე და შესაბამისად შედეგიც დავდოთ. სამგურალი ახალ სეზონს ახალი მთავარი მწვრთნელით ხდება. რა მოხდა წინა მორბეთთან შემთხვევაში? ცოტა რაღაც გაურკვეველი სიტუაცია იყო. ხო, გაურკვეველი სიტუაცია შეიქმნა. ჩვენ პრინციპში სიმართლე გითხრათ არც ვაპირებდით ცვლის გამოსვლას, მაგრამ მისი პროლიცენზია, რომელიც მას არგენტინაში ჰქონდა აღებული, UEFA-მ, ასე ვთქვათ, არ მიიღო. ეს წელს მოხდა? ეს მოხდა როგორ იყო ცით შარშა ნოემბერში ჰქონდა შეტანილი ლიცენზირებაზე. პრაქტიკულად ხა კლუბი ყოველ წელს გადის ლიცენზირებას. ნოემბერში ჩვენ როცა შევიტანთ კლუბის ლიცენზია, UEFA-ს ლიცენზირებაზე საკითხი, მათ შორის, რა თქმა უნდა, განიხილებოდა მწვრთნელის პროლიცენზია. ამაზე საკმაოდ დიდი ხანი მიდიოდა, ასე ვთქვათ, განხილვა UEFA-ში. ეს რამდენიმე თვე მოუნდა ამ საკითხს და დაახლოებით თუ არ ვცდები 5 იანვარს საბოლოო პასუხი მოგვივიდა UEFA-დან, რომ შესაბამისად ეს მწვრთნელი პროლიცენზიას არ აღიარებდნენ და შესაბამისად მე მოგვიწია უკვე საკადრო ცვლილებების მიღება ამის გამო. საკმაოდ კარგი სპეციალისტი მივიდა. კი, რაც თავარია, ახალგაზრდა არის, ჩვენ გარკვეულად ჩვენი ხედვები ასე ვთქვათ ემთხვევა, ამბიციური არის და მასაც უნდა რომ შესაბამისად ამბიციურ გუნდში მოვიდეს და დაამტკიცოს მისი პროფესიონალიზმი და ჩვენც მაქსიმალურად შევეცდებით რომ ხელი შევუწყოთ. დაკომპლექტებულია საბოლოოდ გუნდი თუ კიდევ აპირებთ თვინმეს დამატებას? იცით რა ეტაპზე ფიქრობ რომ გუნდი მთლიანად დაკომპლექტებულია, თუ რამე დაკომპლექტების ასე ვთქვათ დამატებაზე იქნება საუბარი, ეს მხოლოდ ალბათ საფხულის სატრანსფერო ანჯარ როცა გაიხსნება, მაშინ ვიმჯელებთ. შეიძლება რაღაც წერტილოვანი დამატებები, ასე ვთქვათ, განვახორციელოთ, მაგრამ ამ ეტაპზე გუნდის სრულფასოვნად არის დაკომპლექტებული. რამდენმა ფეხბურთელმა დატოვა საერთო ჯამში სეზონის დასრულების შემდეგ სამგურალი და რამდენი მოვიდა? ანუ ჩვენი რადიკალური ცვლილებები? არა, ჩვენ რადიკალური ცვლილებები არ ქონდა, ზოგი ფეხბურთელს ასე ვთქვათ კონტრაქტი დაუმთავრდა, რომლებიც წლების განმავლობაში სამგურალის ღირსებას იცავდნენ. ჩვენ ყავდა ფეხბურთელები, რომლებიც გუნდში 4-5 წლის განმავლობაში თამაშობდნენ და იმათმა გადაწყვიტეს, რომ ასე ვთქვათ თავისი სპორტული ასპარეზი. მათ შორის დემიკო ჩეხლაძე. მათ შორის ჩვენი ასე ვთქვათ უსვლელი კაპიტანი დემიკო ჩეხლაძე, რომელიც დღეს ასე ვთქვათ აზიის ქვეყანაში თამაშობს და მინდა მას იქ წარმატება უსრულო. დემიკო ჩვენ გუნდში დაახლოებით 5 წელიწად თამაშობდა. რაც მინდა გითხრათ, რომ საქართველოს რეალობისთვის საკმაოდ იშვიათი შემთხვევებია, რა ქვია. ჩვენ ყავს ფეხბურთელი, რომელიც პრაქტიკულად ჩვენი ახალი სამგურალის ეპოქიდან პირველი დღიდან მოყვება, ეს არის ომარ პატარკაჩვილი, რომელიც ჩვენ ცენტრალური მცველია და ჩვენ საერთოდ ფიქრობთ, რომ ხშირი ცვლა ფეხბურთელების თავიდან გუნდის აწყობა საკმაოდ რთული პროცესია და როცა ამ პროცესზე მიდიხარ, შესაბამისად გარკვეული წარმატების მიღწევა ძალიან რთულია. ამიტომ გუნდის შენარჩუნება, ძირითადი ბირთვის შენარჩუნება ჩვენთვის ამ შემთხვევაში პრიორიტეტია. რა თქმა უნდა, გუნდის რაღაც ადგილობრივი რაც ჭირდება გაძლიერება ახალი ფეხბურთელები, მაგრამ გუნდის შენარჩუნება საკმაოდ მნიშვნელოვანია. შეთამაშებული ფეხბურთელების ყოფნა გუნდში ძალიან პრინციპული მნიშვნელობა აქვს. შემთხვევაში მე ესე ვფიქრობ. მიშა, როგორ ფიქრობთ, რაიმე სახის პროგრესი თუ გვექნება მიმდინარე სეზონში საფეხბურთო დონის თვალსაზრისით? ხო, ეგ ცოტა ესეთი რთული საკითხია. ბევრი საუბარი მიმდინარეობს ქართული ფეხბურთის დონის ამაღლებაზე. ხა ერთი მხრივ რო შევხედოთ ჩვენ სხვა ქვეყნის ჩემპიონატებს თუ შევავლებთ თვალს, იგივე აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატებს, ხა მე მიწევს ხოლმე ხანდახან ყურება იმ ჩემპიონატებს, სადაც ჩემი ყოფილი ფეხბურთელები თამაშობენ, რა თქმა უნდა, ხა ის ინტერესი მაქვს და
ასე ვთქვათ, უყურებ ამ ჩემპიონატებს. მაგალითისთვის მინდა მოგიყვანოთ სლოვაკეთის ჩემპიონატი, სადაც ახლა ხორხელი თამაშობს, ჩვენი ფეხბურთელია, ჩვენ შარშანი ტრანსფერი მოვა, ასე ვთქვათ, გავაკეთეთ და ჩვენ ფეხბურთელი აღმოჩნდა სლოვაკეთის ლიგაში და შესაბამისად, რა თქმა უნდა, არ მარტო სლოვაკეთის, სხვა ქვეყნის ჩემპიონატებს უყურებ. ნუ მინდა გითხრათ, რომ მე თუ გინდათ ჩემზე გამოსtildeს ფეხბურთის სპეციალისტებსაც რომ გკითხოთ, დიდ განსხვავებას დონეში საერთოდ ვერ ვატყობ, რა თქმა უნდა, იქ ფიზიკური კუთხით უფრო ინტენსიური თამაშები ის, მაგრამ რო გითხრათ, რომ რაც საკმაოდ ასე განსხვავებული დონეა ჩვენ ჩემპიონატს და სხვა ქვეყნის ჩემპიონატებს შორის, ესე სასახად ნამდვილად ვერ გეტყვი. ეთქვა პრობლემა ჩვენს და სხვა რამეში გვაქვს. მე საერთოდ გონია, რომ ჩვენი გუნდები ამ რესურსით და ამ ჩემპიონატის კვალობაზე ყოველ შემთხვევაში ორ ეტაპს თავისუფლად უნდა გავდიოდეთ UEFA-ს თამაშებს. საკვალიფიკაციო ეტაპს. ორ ეტაპს, რა თქმა უნდა, მე უკვე რთულია, შესაბამისად, რაც უფრო რთულდება და უფრო სერიოზული გუნდები შემოდიან კონკურენციაში UEFA-ში, მე უკვე რთულია ეტაპების გადასვლა, მაგრამ ნუ ამ რესურსით, ამ ფეხბურთელებით რაც გვაქვს, ფიქრობ, რომ შესაძლებელია უპრობლემოდ ორი ეტაპის გავლა. ეხლა ეს რატო ვერ ხერხდება, ეს უკვე მეორე საკითხია, მაგრამ თუ ჩვენ ჩემპიონატის დონეზე ვილაპარაკებთ, აი რო შევადაროთ ეხლა მაგალითად ის გუნდები, რომლებიც დღეს ჯგუფში მოხვდნენ, ის კლუბები ეხლა ვერანაირად ვერ ვიტყვით, რომ მათი ჩემპიონატი ჩვენ ჩემპიონატ ჯობია. გინდათ გიბრალტარის ჩემპიონატი რა ვიღოთ და ანდორას ნაწილ თამაშებს თავის ქვეყანაში თამაშობს, სულ ორი სტადიონი აქვს და დანარჩენ თამაშობს ესპანეთში. ესპანეთში, კი. და შესაბამისად, ვერავნაირად ვერ ვიტყვით, რომ მათი ჩემპიონატი ჩვენ ჩემპიონატ ჯობია. და ეს ფაქტები კიდევ უფრო კომიკურს არ ხდის ჩვენს მდგომარეობას. ნუ რთულია, ხო, კომიკური რა გითხათ ახლა, მაგრამ რა ვიცი, ალბათ მე ძირითადი პრობლემა რა ხარ, იცით, სულ ყველა რაღაცა ხელს იშვერს სხვაგან იშვერენ ხელს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ როცა ვერ ვახცევთ წარმატებას, კლუბი როცა ვერ აღწევს წარმატებას, ეს არის რა თქმა უნდა მენეჯმენტის ბრალი. ანუ ჩვენ პირველ რიგში ჩვენ თავში უნდა ვიპოვოთ რა შეცდომები დაუშვით, რომ ვერ მივახციეთ რაღაც ეტაპზე რაღაც გარკვეულ წარმატებას. და ხა ჩვენ სულ ვაბრალოთ სხვას და ჩვენ რო გამოვიყვანთ, რომ ჩვენი თავი რაღაც ჩვენ სწორედ ვაკეთებთ ყველაფერს და ყველა რაც სხვა გვიშლი და ამაში რაღაც გარკვეულ ბიზნეს მიღწევაში ხელს აბსოლუტურად არ მიმაჩნია, სწორედ რომ მე ჩემ მაგალითი და ჩემი კლუბის გადმოსახედა მე ესე უყურებ. თუ ჩვენ სპორტულ შედეგს ვერ მივახციეთ 2002 წელს ძალიან ახლოს ვიყავით 22-ში, 23-ში ჩვენ როცა გადმოვედით უმაღლეს ლიგაში ორჯერ ზედიზედ თასფინალი ვითამაშეთ და შესაბამისად ერთხელ გაგრასთან დავმარცხდით პელებში, ერთხელ საბურთალოსთან წავაგეთ და ეხლა უცოდინარები ვართ აი საფეხბურთო კლუბის კეთების საქმეში. იცით როგორ არის, საკმაოდ დიდი პრაქტიკა მივიღეთ ჩვენ ყველა ამ კლუბის ხელმძღვანელობამ, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ძირითადი პრობლემა, როცა ჩვენ ვერ ვახცეთ წარმატებას, ეს ის არის, რომ ჩვენ გვიწევს აი ძირითადი ტურნირი ჩვენთვის, როცა იწყება UEFA-ს, ასე ვთქვათ, საკვალიფიკაციო ეტაპი, აი მაშინ გვიწევს ხოლმე რაღაცა გუნდის თავიდან აშენება და იმის მაგერად, რომ ჩვენ შეთამაშებული გუნდით შევხვდეთ ამას, აი იქ გვიწევს უკვე ახალი ფეხბურთელების მოყვანა, რომელიც შესაბამისად ვერ აბალანსებს იმ ადამიანებს, ვინც ჩვენ გავუშვით, ვერ მოყავს ისეთი, ან შეიძლება მოვიყვანოთ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში გუნდს სჭირდება შეთამაშება და აი აქ უკვე გვექნება პრობლემები. არა და ეს ფორმატი, რაც ახლა გვაქვს ჩემპიონატის, სწორედ იმისთვის გაკეთდა, რომ გუნდები სხვათა შორის მე ძალიან მომხრე ვარ ამ ფორმატის რა. მე ერთ მაგალითს გეტყვით, თუ არ ვცდები. მაგრამ ზაფხულში თუ გუნდები ნახევარ გუნდს ან მეც გაუშვებენ და ახალს მოიყვანენ, ეს რა თქმა უნდა, ეს სურათს არ შეცვლეს. რა თქმა უნდა, ეს კიდევ გეუბნებით, ეს კლუბის პოლიტიკისგან, იმიტომ შესაბამისად, როცა ეგეთ კითხვას დაუსმეთ კლუბის ხელმძღვანელს, იმასაც თავისი არგუმენტები აქვს, რა ქვია, იმიტომ რომ კლუბი არის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამ კლუბს საკმაოდ დიდი ფინანსები ჭირდება, რა ქვია, მის შესანახად და ალბათ ჩემი გადმოსახედიდან კლუბები იძულებულები არიან ფეხბურთელები გაყიდონ, რომ შესაბამისად შემდეგი წლისთვისაც მოემზადონ, რომ შესაბამისად სახსრები ქონდეთ იმისთვის, რომ კლუბი შეინახონ და იმიტომ რომ ჩვენ სხვა შემოსავალის წყარო იმის გარდა რომ ფეხბურთელი გავყიდოთ სამწუხაროდ არ გვაქვს. ნუ მაგას მე აბა დაუბრუნდებით, რა თქმა უნდა, მაგ თემას, მაგრამ
კლუბები იძულებულები არიან, რომ აი სატრანსფერო პანჯიზორს გაყიდონ ფეხბურთელი და პრაქტიკულად იმის მაგალითად ჩვენ გავძლებთ სუსტებით. თორე ეს ფორმატი რაც ჩვენ ახლა გვაქვს, მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ თუ ჩვენ კარგად გამოვიყენეთ სწორი ფორმატია. ხა მე მაგალითად ეგეთ მაგალითს მოგიყვანთ თუ არ ვცდები ბათუმის დინამო ეთამაშებოდა 2 წლის წინ ჩერნოგორისაც გუნდი იყო დეჩიჩი თუ არა არ მახსოვს ყოველთვის ჩერნოგორიაში ვიყავი და სპეციალურად ვაკვირდებოდი თამაშს ბათუმის დინამო თამაშობდა ლუდოგორიცი თამაშებოდა ეხა გამახსენდა ეს ლუდოგორიცის გუნდი იმ დროს მოხდა ჯგუფში ხო პრაქტიკულად ყოველ წელს ხდება, მაგრამ ნუ ახლა ხაზმინდა გავუსვა, რომ ჩვენ პრაქტიკულად კი წავაგეთ იქ თუ არ ვცდები 2-0 მე შესაბამისად განმეორებით თამაში ბათუმში იყო და იქ 1-0 მოვიგეთ, 1 გოლი გავიტანეთ, არ ჩაგვითვალეს, მაგრამ შესაბამისად აბსოლუტურად მომზადებელი იყო ლუდოგორიცი. მას ყავდა ახალი ფეხბურთელები, შესაბამისად ეს ფეხბურთელები შეთამაშებულები არ იყვნენ, პირიქით ბათუმის დინამო გაცილებით უკეთესად ასე თქვა გამოიყურებოდა სპორტული კუთხით, მაგრამ ნუ იქაც რაღაცა იქ ფორტუნა ასე თქვა ჩვენს მხარეს არ იყო, მაგრამ ეს ფორმატი მიმაჩნიეს თუ ჩვენ ამას სწორედ გამოვიყენეთ, მიმაჩნია რომ ეს სწორი ფორმატია, იმიტომ რომ წესით და რიგით ჩვენი კლუბები ამ პერიოდისთვის თუ ჩვენ არ დავსუსტით და პირიქით გავძლიერდით და შევინარჩუნეთ ის ძირითადი ბირთვი, რაც ჩვენ ფეხბურთელები ყავდა ამ ჩემპიონატის განმავლობაში, შესაბამისად ვფიქრობ რომ უფრო მეტი შანსი გვაქვს. ერთი აზრი მაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ხომ არ ანუ დონის ამაღლების თვის ხომ არ იქნებოდა უკეთესი? აი თქვენ იყავით idei-s ერთ-ერთი ინიციატორი მოკლედ ამ პროფესიული ლიგის შექმნის, ხო? როდესაც თუ დავუშვათ ამ პროფესიულ ლიგას შექმნიან ადამიანები, რომლებიც დაინტერესებული იქნებიან, რომ ამ ყველაფერმა მოიტანოს ფინანსური მოგება, ეს ხომ არ შეუწყობს დონის ამაღლებასაც ხელს, იმიტომ რომ ფეხბურთის ფედერაცია გასაგებია, რომ ახდენს ორგანიზებას, ნუ დამაკმაყოფილებლად მინიმუმ, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციის საქმე რეალურად არ არის საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარება, უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვს ამ ორგანიზაციას და პრინციპში არც არის ალბათ ორიენტირებული, რომ ფინანსური მოგება მიიღოს ამ გათამაშებიდან. მიხვდით რისი კითხვა მინდა, ანუ ფინანსური ინტერესების გაჩენამ და ორგანიზაციამ ხომ არ შეიძლება აი ამ ყველაფერს შემდეგ აი სხვა ელფერი მისცეს. კი, ეს რა თქმა უნდა, ჩემი იდეა რა თქმა უნდა არ იყო, იმიტომ რომ აქ ჩვენ კლუბები როცა საუბარი ქონდა, როგორ შეიძლება რომ ასე ვთქვათ გამოვასწოროთ და კომერციულად უფრო საინტერესო გახდეს ჩვენ ჩემპიონატი, ეს რა თქმა უნდა არის ერთადერთი და სწორი გზა, რომ ჩვენ გავაკეთოთ და სწორედ დავგეგმოთ ფეხბურთის პროფესიონალური ლიგის შექმნა. სხვათა შორის ეს საუბარი რამდენი წელი მიმდინარეობს და ფედერაცია არასდროს არ ყოფილა წინააღმდეგი ამისი. ყოველთვის იძახდა, რომ თუ ნამდვილად იქნება გარანტია იმის, რომ ჩემპიონატის ჩატარებას არ დაემუქრება ან ჩაშლა გარკვეული პრობლემები, რა თქმა უნდა, ფედერაცია მხრიდან ყოველთვის ზაობა ჰქონდა. ეხლა რაც შეეხება PFL-ის შექმნას, პროფესიონალური ლიგის შექმნას, ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, აზრი ის აქვს, რომ კომერციულად რაც შეიძლება მეტი თანხა მოვიძიოთ სპონსორებისგან, ეს ყველაფერი თავი მოიყაროს, ასე ვთქვათ, ლიგაში და მე შესაბამისად ლიგა მოახდენს ამ თანხების რაღაცა პრინციპით განანაწილებას კლუბებში, რაც უფრო მეტ სახსრები გაუშვება კლუბებს. ეხლა ეს რა პრინციპით იქნება დაუშვათ სამი მოგების კუთხით იქნება, ასე ვთქვათ, ეს შემდეგი იმის საგანია, რა ქვია, მსჯელობის, მაგრამ ფაქტია, რომ ფეხბურთის უკეთესი კომერციალიზაცია უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ამ ეხლა ფეხბურთის ფედერაცია რა დონეზეც ატარებს, ახლა ყოველ წელსაც ცდილობენ რაღაც ახალი სიახლეები შეიტანონ, ასე ვთქვათ. ხო, მაგრამ არ არის ან საკმარისი არ არის. სხვა ტიპის შეფუთვა ჭირდება. რა თქმა უნდა, უფრო მეტი, უფრო გაცილებით უფრო მეტი ფულის, ასე ვთქვათ, დახარჯვა არის საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ უკეთესად გამოვიყურებოთ. ეხლა
თუ ჩვენ შევადარებთ იმას, რაც ჩვენ ქონდა სიტყვაზე ახლა 10 წლის წინ და რაც გვაქვს დღეს, რა თქმა უნდა, შედარებაც არ არის, ძალიან წინა ვართ ამ კუთხით. ჯერ მარტო იმიტომ, რომ რაღაც სტადიონების კუთხით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე ქონდა 5 წლის წინ, იმიტომ რომ მე როცა ასე ვთქვათ, ფეხბურთში შემოვედი, მაშინ საკმაოდ ისეთი ასე ვთქვათ, სავალო მდგომარეობა იყო სტადიონების კუთხით. ჩემი სტადიონიდან დაწყებული, წყალტუბოსი დამთავრებული სხვა სტადიონებით, სულ რამდენიმე სტადიონი იყო, დინამო და მე ბათუმის სტადიონი შედა, სადაც მაღალი დონის ასე ვთქვათ, ინფრასტრუქტურა იყო და ეს ამ კუთხით, ინფრასტრუქტურის კუთხით, რა თქმა უნდა, საკმაოდ ესეთი დადებითი ძვრები გვაქვს და თქვენ ახლა იცით, რომ ჩვენთან პროექტირება ალბათ რაღაც ზაფხულში დასრულდება ჩვენი სტადიონის პროექტირება და სადაც სექტემბერში ახალი სტადიონის მშენებლობა დაიწყება, რომელიც UEFA-ს მესამე კატეგორია იქნება, რუსთავში შენდება კიდე ერთი მეოთხე კატეგორიის, ასე ვთქვათ, 800 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი. ტყიბულში, თელავში, ძალიან ბევრი პროექტი არის. ტყიბულში და შემდგომი ეტაპი უკვე სამტრედია, ტყიბული და კიდე რა, ანუ თელავიც თუ თელავის, კი, თელავში მიმდინარეობს აქტიურად საპროექტო სამუშაოები და დაახლოებით 60 წელიწადში პრაქტიკულად ამ საკითხით ჩვენ უზრუნველყოფილი ვიქნები და მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან დიდი ფუფუნება, ეხლა თქვენ თუ გადახედავთ აი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, მაკედონიას, სიტყვაზე, აი ესეთ ქვეყნებს, კიდე ჩერნოგორიას და ჩვენ ევროპაში და ევროპის კანდიდატების და ევროკავშირის ქვეყნებსაც ეგეთი ფუფუნება არც ეს არ გააჩნიათ. მაგრამ ну, შესაბამისად პრობლემა სხვა რამეშია. ანუ მარტო სტადიონში არ არის პრობლემა, ხო? იმ ქვეყნებს სტადიონი არ აქვს, მაგრამ ჩვენზე კარგი შედეგები აქვს. შედეგები აქვს, მაგრამ ჩვენ შედეგები არ აქვს. კიდევ რომ დაუბრუნდეთ ამ საკითხს, მაინც ფიქრობ, რომ ეს მენეჯმენტის ბრალი არის, რა თქმა უნდა. მე პირველ რიგში ჩემ თავზე ახლა ასე ვთქვათ, შენიშვნას, იმიტომ რომ, მაგრამ ამასაც თავის გამართლება აქვს რა. იმიტომ რომ თუ შესაბამისად ტრანსფერი კლუბმა არ განახორციელა, პრაქტიკულად შემოსავლის გარეშე რჩება. ეს ყბადაღებული თემაა, რომ ჩვენ სახელმწიფო გვაფინანსებს, რა თქმა უნდა, გვაფინანსებს და ეს ფეხბურთის განვითარების ფონდი რო არ შექმნილიყო 2016 წელს საქართველოში ჩემი ასე გათვლებით ალბათ სულ დარჩებოდა 5-6 გუნდი ალბათ და ერთმანეთს თუ ეთამაშებოდნენ მხოლოდ და მხოლოდ. მე გეთანხმებით მიშა თქვენ ამ ნაწილში, მაგრამ ფონდის შექმნის იდეა და მიზანი იყო კერძო ბიზნესის ინტეგრირება ქართულ ფეხბურთში. ანუ რაღაცა ეს იყო სტარტაპი, რომლის კეთილი ნება გამოხატა სახელმწიფომ, ამიტომაც იყო ის 5 წლიანი პროექტი და პროექტს ქვია ფეხბურთის განვითარების ფონდი. განვითარებას ხედავთ თუ არა უახლოესი 10 წლის განმავლობაში, გასული 10 წლის განმავლობაში სახეზე. ანუ პროექტმა გაამართლა თუ არა ის რისთვისაც შეიქმნა. ისიც როგორ არის, შეიძლება გაცილებით უფრო მეტი ქონდა ჩვენ, ასე ვთქვათ, აღქმა იმისი, რომ უფრო მეტი და უფრო უკეთესად გაკეთებოდა, მაგრამ სასახად პროექტმა მინდა გითხრათ, რომ გაამართლა, იმიტომ რომ ბევრი ქართული ბიზნესის წარმომადგენელი შემოვიდა ფეხბურთში, რაც ადრეს ერთ არ იყო. სულ კერძო კლუბი იყო, თქვათ 3. დანარჩენი მუნიციპალური კლუბები იყო, დინამო თბილისი, გაგრა, რომელიც 21 წელიწადია ბესუჩიღრაძეს, ასე ვთქვათ, გაგრას აფინანსებს, ზესტაფონი იყო და ნომერი შესაბამისად იცით, რომ გაქრა და, ну, რა ვიცი, ეს მახდა ლოკომოტივი. დანარჩენი ყველა კლუბი იყო, ასე ვთქვათ, სახელმწიფო მფლობელობაში და ну, მუნიციპალიტეტები შესაბამისად აფინანსებდნენ სურვილის სამებრ ხასიათის ხო, გააჩნდა გუბერნატორი რამდენად დაინტერესებულია ფეხბურთის განვითარების თავის რეგიონში. კი, იყო, კი, ეგრე იყო. თუ ის, ასე ვთქვათ, სხვა სპორტის სახეობებით იყო განვითარებული, შესაბამისად ფეხბურთს ის არ აფინანსებდა. რეალურად იმ თანხების, რაც მაინც იხარჯებოდა ფეხბურთში, იმ თანხების აკუმულირება მოხდა ერთ სისტემაში და კონტროლირებადი გახდა ეს თანხები, ხო? კი, ნამდვილად კონტროლირებადი ეგ თანხები და რაღაც ეტაპზე ძალიან დადებითი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ გაჩნდა ბევრი კლუბი, რომელიც ასე ვთქვათ, მივიწყებული იყო, ხა თუ აი დღევანდელ დღეს თუ ავიღებთ, ახლა მე მოგიყვანთ მაგალითად მეშახტეს იმას, რა ქვია, მაგალითს. ფონდი რო არ ყოფილიყო, შესაბამისად მეშახტეს შეიძლება ამ კუთხით შეიძლება მისი განვითარება და სპორტულ პროექტზე ესე არ გახორციელებული იყო. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის დადებითი, ასე ვთქვათ, მხარე ფონდის დაარსების, მაგრამ ეხლა ჩვენ უკვე მივადექით ისეთ ეტაპს, როცა ჩვენ სხვანაირად
და უკეთესად უნდა განვითარდეთ. ხა ბევრი აზრებია კლუბებს, ძირითადად ჩვენი ასე ვთქვათ მოსაზრებები ემთხვევა აქაც ფედერაციის კუთხითაც ზაობა არის, რომ მათაც უნდათ რომ რა თქმა უნდა ჩვენ უკეთესობისკენ წავიდეთ და მე ვფიქრობ რომ აი სამუშაო წელს უნდა დაიწყოს და ალბათ რაც მეტნაკლებად მიმდინარეობს, რა ქვია, მაგრამ ვფიქრობ რომ წელს რაღაცნაირად უნდა დასრულდეს და მე მაინც ვფიქრობ რომ თავარი არსი ის არის რომ ჩვენ პროფესიონალური ფეხბურთის ლიგა ჩამოვაყალიბოთ და აქ მოხდეს ასე ვთქვათ ფეხბურთის კომერციალიზაციის ინტერესების ასე ვთქვათ ფოკუსირება და შესაბამისად ინვესტორების სპონსორების და ინვესტორების ასე ვთქვათ გაჩენა. ხა რა შეეხება ფეხბურთის დაფინანსებას და ფონდს, ხა სხვა კუთხით რომ ასე ვთქვათ შევხედოთ რა ხდება სხვა ქვეყნებში. არის რამდენიმე ჩვენ ახას ვერაფერს ვერ გამოვიგონებთ, ასე ვთქვათ. ვიღაცის მაგალითზე უნდა არსებობს სულ გვაქვს რამდენიმე მაგალითი. ერთი არის როგორ ვითარდება ევროპაში, ასე ვთქვათ, ფეხბურთი და ჩვენ ეს მოგწონს და მიგვაჩინა რომ იქით ხარებს უნდა ვიაროთ. ნებისმიერი, ასე ვთქვათ, კლუბების შემოსავლების 70% ჩვენ ადრეც გქონდა მაგას საუბარი. ეს არის სატელევიზიო შემოსავლები. კი ბატონო. ანუ საკაბელო ტელევიზიები აფინანსებენ იმ თანხებით, რასაც ფეხბურთს ასე ვთქვათ ანახებენ თავიანთ ქვეყნებში, შესაბამისად ვერ ხდება კლუბების დაფინანსება. ანუ აი პირობითად ბოდიში რომ გაწყოდნენ, პირობითად აი მაგალითად ესპანეთში თუ გინდა რომ შენ კონდეს დავშვა ჩემპიონთა ლიგის ყურების საშუალება, ეს პაკეტი რომ შეიძინო მინიმუმ 100 ევრო ამისთვის საჭირო. თვეში. კი ბატონო, კი. და ამას მე თქვენ ახლა გადაამრავლეთ მოსახლეობა რამდენი ესპანეთში, ანუ მომხმარებელი საკაბელოსი რამდენი არის და შესაძლოა ამას რო გადაამრავლეთ მე 100 ევროზე, გამოგივოთ რაც ასტრონომიულ თანხა. იგივე ხდება იტალიაშიც, ყველა ქვეყანაში ესე, ანუ ძირითადი ფეხბურთის ძირითადი დაფინანსებლები არიან პირველ რიგში ტელევიზიები, საკაბელო ტელევიზიები, ხაზი მინდა გავუსვა. ამ შემთხვევაში ეს ვერ იქნება პირველი არხი. ეს უნდა იყოს საკაბელო ტელევიზიები, პასიანი, რომელიც არის მეორე დაფინანსების წყარო ძირითადად არის სპონსორები, რომლებიც შესაბამისად დაინტერესებულები არიან თავის ქალაქში, თავის ქვეყანაში და შესაბამისად ზოგ ქვეყანაში რაღაცნაირად დაყოფილიც აქვთ კიდევაც, ასე ვთქვათ, კომპანიებს ვინ რომელსაც აფინანსებს და მესამე რა თქმა უნდა მარკეტინგული შემოსავლები, ეს არის სტადიონში ბილეთების გაყიდვა, მაისურების გაყიდვა, სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობები, რომელსაც კლუბს აძლევს ასე ვთქვათ შემოსავლას და ამით ბალანსდება ასე ვთქვათ კლუბის შემოსავალი და მე უკვე პრეზიდენტი ვინც არის ამ კლუბების შესაბამისად უნდა მოხდეს ამ თანხების სწორი ასე ვთქვათ პოლიტიკით სწორედ დახარჯვა რომ შესაბამისად ამ კლუბს შემდგომ ეტაპზე შემოსავლები მოიტანოს. ამიტომ ეს არის ერთი გზა. როგორც პრინციპში როგორც ხდება ასე ვთქვათ ევროპაში. თუ ჩვენ ახლა გავიხედავთ ასე ვთქვათ აღმოსავლეთისკენ იქ აბსოლუტურად სხვანაირი პრინციპი. ეხლა მაგალითად აზერბაიჯანმა დაახლოებით ზუსტად ისეთივე ფონდი გააკეთა როგორც ჩვენთან არის და იქ დაახლოებით თვითონ გუნდს თუ არ ვცდები 3 მილიონი დოლარის პარკლებში აფინანსებს იმას, რა ქვია, ყველა გუნდს. ну плюс კიდე სხვა ბონუსებია. ყაზახეთში მოხდა ცოტა სხვანაირად. ყაზახეთშიც დაახლოებით 2 კლუბი იყო უკერძო და შესაბამისად დანარჩენი კლუბები იყო მუნიციპალური და იქაც გუბერნატორები მართავდნენ. შესაბამისად ახლა ყაზახეთი ძალიან მასშტაბური ქვეყანა არის ბიზნესის და ასე ვთქვათ სიმდიდრის კუთხით და შესაბამისად იქ ესეთი თხოვნა ქონდა პრეზიდენტს რომ ყველა ბიზნესმენს რომლებიც თავის მხრივ არიან ძალიან შეძლებულები და Forbes-ის ასეულში არიან თხოვა რომ ყველა ამ ბიზნესმენს აიღო თვითონ კლუბი და შესაძლოა ესეც მოხდა შარშან ყველა ბიზნესმენი მათ შორის ეთნიკურად ქართველი ერთ-ერთი ბიზნესმენი რომელმაც ყაზახეთში ერთ-ერთი კლუბი აიღო ანუ აქ ლაპარაკია ხალხზე რომელსაც მილიარდერები არიან ასე ვთქვათ მისი მათი კაპიტალი შეადგენს 1 მილიარდ დოლარზე მეტს და შესაბამისად ასე ვთქვათ თხოვნა იყო პრეზიდენტის რომ ყველას აიღო თვითონ კლუბი შესაბამისად თხოვნა ეს კულტურული მოთხოვნა თუ როგორც გვირად ისე დავარქვათ მაგრამ ფაქტობრივად ესე მოხდა ახლა შუა აზიის ქვეყნებში სხვებს თუ გადავხედოთ კიდე ყირგიზეთში სახელმწიფომ დიდი ფული ჩადოდა რატო არა ეგეც დიდი ტრაგედია მინდა გითხრათ რომ ჩვენი ქართული ფეხბურთელების დიდი ნაწილი თქვენ რომ ნახოთ სტატისტიკა რამდენმა ფეხბურთელმა დატოვა დღეს საქართველოს და გაემგზავრა ყირგიზეთში
რომელიც ჩვენ ახალფასებებს გვაქვს სიტყვაზე დაახლოებით სამჯერ მეც უფრო უკეთეს პირობებს თავაზობენ. ჩემთვის კატასტროფა. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე არის. მე ახლა ფეხბურთელის მესმის შესაბამისად შენ თუ აძლევ სიტყვაზე 10000 ლარს და იქ აძლევენ 30000 ლარს, ცდონება დიდია. მაგრამ არიან ფეხბურთელები, რომლებიც ამაზე არ დათანხმდნენ, იმიტომ ისინი ხვდებიან, რომ თუ ისინი მოხვდებიან იმ ჩემპიონატში, მათი საფეხბურთო კარიერა ამით პრინციპში სრულდება. იმიტომ რომ არც ამ ფეხბურთელის გაშუქება მოხდება, ეს ფეხბურთელი მე ვეღარსად ვეღარ მოხდება. ანუ მისი კარიერა უნდა დასრულდეს იქ, სადაც არის. სამწუხაროდ ამ რეალობაში ვართ და ბევრი ფეხბურთელი წავიდა, მე მყავს გუნდში ფეხბურთელი, რომელსაც ჰქონდა შემოთავაზება და ზუსტად ამ პრინციპის გამო რომ იქ არ დაკარგული იყო, ჩვენ ჰქონდა სხვა ჩვენს საუბარი ანტალიაში და ამიხსნა რომ რა თქმა უნდა დღეს შემიძლია საინტერესო იყოს ფინანსურად, მაგრამ მე რო წავიდე ამ ქვეყანაში სათამაშოდ, ჩემი საფეხბურთო კარიერა ალბათ ამით თუ არ დასრულდება, პერსპექტივა ასე ვთქვათ არ ექნება. ეს არის სწორი საფეხბურთო პოზიცია ჩემი აზრით. კი, მაგრამ სამწუხაროდ კიდეც გეუბნებით, ცვლილება ძალიან დიდია და ვერაფერს ვერ გამოვტყუნებთ ახლა რა, დღეს ყველას თავის პრობლემები აქვს, ცხოვრებისეული და კიდე გააჩნია ვინ რისთვის თამაშობს ფეხბურთს. ყველას ერთი ინტერესი ხო არა აქვს, ვიღაცას უნდა რომ ითამაშოს დიდი ფეხბურთი, გავიდეს იქ სადაც უძლიერესები არიან და დატოვოს თავისი ყვალი, ვიღაცას უნდა რომ ფინანსური კი, მაგრამ ყველას ხო თავისი საფეხბურთო შესაძლებლობები აქვს. რა თქმა უნდა, ხო, მაგის შესაბამისად, ხო. კვარაცხელია და ვერ იქნება მამარდაშვილი, ხო, რაცა ყველა რაღაც გარკვეული თავის დონე აქვს და შესაბამისად ცდილობენ რომ საფეხბურთო ცხოვრება ძალიან მოკლეა და ყველა ცდილობს რომ მატერიალურად რაღაცა კეთილდღეობა შეიქმნას. ამიტომ სულ არის რამდენიმე ეს არის ჩვენ უნდა გადავწყვეტ რა გზით უნდა წავიდეთ რა ქვია ხა ჩვენ რა სიმართლე რო გითხრათ თქვენ როგორ ფიქრობთ ჩვენ რაღაცნაირ შერეული პრინციპით უნდა გავაკეთოთ რა იმიტომ რომ ჩვენ ხა რო გვესმოდეს როცა PFL-ზე საუბრობთ რომ ტელევიზიამ უნდა დააფინანსო ეს არის სწორი გზა და მაგრამ ახლა მეორე კითხვა რო შეხედოთ ჩვენთან საქართველოს ჩვენ ახლა ეს საკითხი მეტაკლებად შევისწავლეთ ახლა ჩემ კოლეგებთან ერთად საუბრობდით და რაღაცა გარკვეული სტატისტიკა გვაქვს ჩვენ სულ ყავს 400,000 აბონენტი საკაბელო ტელევიზიაში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა გაგიჟებული და ყველა უნდა რომ ფეხბურთი უყუროს თავის პროგრამაში ქონდეს ფეხბურთი. პაკეტი, სადაც ასე ვთქვათ, ლა ლიგას უყურებს, ინგლისის ჩემპიონატს უყურებს, იმას რაღაც ჩვენთან პაკეტი. მაქსიმუმ, აი მე სათნეთის მოხმარებელი ვარ. 12 ლარი. არა, მაგდენიც არ არის, სპორტული არხები რო დავამატო, არ არის მაგდენი მე მგონი რა. არ არის მაგდენი. სეტანტაზე არის ხო? საბაზო პაკეტი ხო არის კიდე რაღაცა და სპორტული პაკეტი და კიდე სეტანტასაც თუ დაამატებთ ჯამში 40 ლარი. და უნივერსალი ხო უფასოდ არის მაგ პაკეტში და ანუ გულშემატკივრების აი თუ აი ქართველი ვიღაცები მაგალითად მიქაუტაძე თამაშობს ამ მამარდაშვილის თამაში და თუ ის ვერ ხვდება უნივერსალზე უფასო არხზე, ეს პროტესტს იწვევს და მე როგორც მომხმარებელი მე როგორც გულშემატკივარი, მე ვგრძნობ ჩემს პასუხისმგებლობას მაგასთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ, რომ სპორტული პაკეტის მომსახურება ბევრად ძვირი უნდა ღირდეს. ხო, მაგრამ ამის გადამხდელი არის ჩვენი მოსახლეობა დღეს. ხო და აი ეს უკვე სამოქალაქო აზროვნების, ანუ შენ თუ გინდა რაღაცა განვითარ დრო ჭირდება. ამაში დება დრო. აი ხა შეხედეთ, ჩვენ ყავს 400,000 აბონენტი და როგორც ღვედის გაკეთებას მივეჩვიეთ, აი ესე უნდა ბაზარი არის დაახლოებით ნახევარზე გაყოფილი. ნახევარის აბონენტი ყავს სირკლეს, მეორე ნახევარი ყავს დაუშვათ ბაქთის. დაახლოებით ესე პოზიციონირება ბაზარზე. ანუ 200-200,000 დაახლოებით აბონენტი ყავს და ეხლა წარმოვიდგინეთ, რომ რამდენი აი დავუშვათ ჩვენ ორივესთან ხო ვერ დავდებთ ხელშეკრულებას, უნდა დავდოთ სიტყვაზე ან სილკრენთან, ან მაგთისთან, თუ მაგთი მე დავი ინტერესი გამოთქვა, რომ უნდა რომ დააფინანსოს ან იყიდოს ეს პროდუქტი, რომელიც მე შესაბამისად გავა ეთერში, ხო? სხვა შორის ეგეთი ინტერესი თავის დროზე რამდენიმე წელს წინ სილკრენთან გამოთქვა და თქვა, რომ მე მზათა ვარ 5 წელს გამომაში 5 მილიონი გადავიხადო, რომ ჩემ არსზე ხო, უარი, როგორ იცით, გარკვეული ისინი, რა ქვია, გარკვეული არგუმენტები ფედერაციას ჰქონდა, როცა უარი მიიღო, მაგრამ პრინციპში ეგ საკითხი მაინც დგას ჯეჯუბით, ასე ვთქვათ, დღის წესრიგში, ჩვენ უკეთეს წინადადება არასდროს არ გქონია. ეს ისტორიაში ქართულ ფეხბურთის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა საკაბელო ტელევიზიამ გამოთქვა სრული, რომ ამ, ასე ვთქვათ, პროდუქტ შეიძენს. ეხლა ამ პროდუქტის დამზადება დაახლოებით რო გესმოდეთ, ფედერაციას წელიწადში უჯდება დაახლოებით 2 მილიონი ლარი.
ანუ ყოველ წელიწადს ამ თამაშზე 180 თამაშია თავს და მისი გადაღება ვარით უზრუნველყოფა. ეს მხოლოდ უმაღლეს ლიგაზეა, ეროვნულ ლიგაზეა საუბარი. ეს არის მხოლოდ ეროვნულ 180 თამაში გამოდის, ეს არის ეროვნული ლიგა პლუს 10 თამაშები. ეხლა ფედერაციამ თუ არ ვცდები, თუ არ მეშლება დაამატა კიდე გარკვეულად მეორე ტურის, მეორე ლიგის თამაშებიც, ცენტრალური თამაშებიც დაამატა, ანუ ეს რაოდენობა კიდე გაიზარდა. ანუ ამის გადაღება იმ საშუალებებით, რაც ფედერაციას გააჩნია, წელიწადში უჯდება, ასე ვთქვათ, 2 მილიონი ლარი. ანუ თუ 5 წელზე გადავიან გარეშე, გამოდის, რომ ეს არის 10 მილიონის პროდუქტს ქმნის და სილკნეტი გაძლევს 5-ს. ეგეთ აი ხა ესეთი შევხვდება, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ მეორე კუთხით რო შევხედოთ, მე ხა ფედერაციის ლოგიკაც მესმის, მაგრამ მე ხარ როგორც ბიზნესმენი, მეც ჩემი ლოგიკა მაქვს, რომ ეს ხარჯი ხო მაინც გვაქვს 10 მილიონი. აუცილებლად მაინც გვექნება 5 წელს განმავლობაში. ანუ გამოდის რომ ვიღაცა შემოდის ამაში შემოგეხიდება, კი და ეს 5 მილიონი, რომელიც პრინციპში სიტყვაზე სილკნეტი როცა განაგიხდეს, შენ შეგიძლია სხვა რაღაც მიზნებისთვის, ასე ვთქვათ, გამოიყენო. აი ჩემი ლოგიკა დაუშვათ ამ კუთხით ესეთია. ეხლა რაც შეეხება რომ დაუბრუნდეთ ამ საკაბელო ტელევიზიას, ეს ნუ რამდენი უნდა ღირდეს სიტყვაზე, აი ყველა 400,000 აბონენტმა რომ მოინდომოს, რომ უყუროს ეროვნულ ლიგას, ან ქართულ ფეხბურთს, თუ მაგ გადაეხდიან, ასე ვთქვათ, 5 ლარს დამატებით თავის პაკეტში, ეს გამოდის რომ 2 მილიონი ლარი ესრულ. 2 მილიონი ლარი ამ საქმიანობისთვის პრაქტიკულად არაფერი არ არის, ხო? აი ხა მე მოგიყევით 2 მილიონი ლარი ჭირდება პრემიერ ლიგა რომ შეიძინო. რა ხარჯი აქვს სიტყვაზე აი ფედერაციას, როცა იღებს თამაშებს. აი რო გავხადოთ 100 ლარი, ეს გამოდის დაახლოებით 40 მილიონი და ეს უკვე რაღაც ესე თანხაა, რომელზეც ჩვენ, მაგრამ ამის გადამხდელი დღეს, ასე ვთქვათ, სამწუხაროდ ჩვენი მომხმარებელი არ არის მზად რო და ბაზარიც პატარა. ბაზარი არის პატარა. აი ბაზრის გაზრდა გაჩნდა რამდენიმე იდეა, რამდენიმე ადამიანმა გამოთქვა ამის შესახებ, რომ აი ამ მდგომარეობას, დონესაც, გულშემატკივრის დაბრუნებას, ტრანსლაციებისადმი ინტერესების გაზრდას ხელს შეუწყობდა რაღაცა ლოკალურ დონეზე, აი რაღაცა ამიერკავკასიის ან კავკასიის რაღაცა ტურნირის შექმნა. თქვენ როგორ უყურებთ ამ იდეას? მე სხვათა შორის რაღაც პოდკასტები იყო, იაგო ხრჩია გამოდიოდა და ეგ აყენა. ჩემთან თქვა იაგო. არაერთხელ დაუყენები ეგ საკითხი. ნუ იდეა ხა თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ ნაციონალური ნიშნი დაპირისპირება სხვა ინტერესი იწვევს. რა თქმა უნდა, მაგრამ აქ ჩვენ უნდა შევხედოთ UEFA-ს კუთხით როგორ არის. ხა UEFA არის თუ არა მზად. ანუ კალენდარში როგორ ჩასვას ამას კალენდარში. მე პრაქტიკულად გამოდის, რომ ეროვნული ჩემპიონატები რაღაცნაირად უნდა გააუქმთესავით, ეს იმ ქვეყნებში, სადაც იმიტომ რომ წამოვიდინეთ ჩვენ 30 ჩემპიონთა ლიგის ფორმატით, ანუ კვირაში ერთი დღე, ან ორ კვირაში ერთი დღე რო იყო. სამწუხაროდ ტექნიკურად ეგ არის შეუძლებელი ამის გაკეთება. იმიტომ UEFA ამას არ დათანხმდება. ადგილობრივი ფედერაციები როგორ მოახერხებენ იმას, რომ შენ ასე ვთქვათ, შენი ჩემპიონატის, აი რა დროს უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. არა, ნუ კარგად დასაგეგმე ზოგადად იდეაზე ვამბობ, ეს ხელ შეუწყობდა თუ არა. რა თქმა უნდა, იდეა საერთოდ თუ არ ვწდები, სკანდინავურ ქვეყნებშიც კონდათ ეს, ეხლა არ ვიცი არის თუ არა, რამდენად ეს შეიძლება იქ ისე ვერ იმუშაოს, როგორც ჩვენთან იმუშაოს, იმიტომ რომ ეხლა ტრადიციული, ასე ვთქვათ, სპორტული დაპირისპირებას ვქონდა ჩვენ სომხებთანაც და აზერბაიჯანელებთან, უფრო სომხებთან, მაგრამ შეიძლება ჩვენთან ამ იდეამ უფრო იმუშაოს, მაგრამ კიდევ გეუბნებით, ეს ძალიან ესეთი რთული საკითხია, ანუ ამას საქართველოს ფედერაცია რომც უნდოდეს, ვერც სომხები ვერ გადაწყვეტავენ ცალსახად და შესაბამისად, ეს ქვეყნები, ეს ყველაფერი უნდა გადაწყდეს UEFA-ში. და რამდენად მოხერხდება იმ კალენდარის მიხედვით, რაც ამ კლუბებს აქვთ, ისინი UEFA-ს თამაშობენ ჩვენგან განსხვავებით, ასე ვთქვათ, ჯგუფში არიან ისინი, ასე ვთქვათ, შესულები და საკმაოდ დიდი წარმატებები აქვს სომხებსაც და აზერბაიჯანესაც. მიშა, აი, როდესაც ბევრი ადამიანი, ბევრი გულშემატკივარი სოციალურ ქსელში, პირად საუბრებში, ყველა საუბრობს რაღაც თავის შეხედულებაზე, როგორ უნდა ეშველოს ქართულ ფეხბურთს, რა არის გასაკეთებელი, რა არ არის გასაკეთებელი. არის თუ არა ადგილი, ხედავთ თუ არა თქვენ დღეს საქართველოში ადგილებს, სადაც
რეალურად საგნობრივი დისკუსია მიდის პრობლემებს. მე ეგეთი თუ ყველაფერი ზედაპირულია. აბსოლუტურად, აი ყველა რა გითხათ ახლა აი მე საერთოდ მიმაჩნია რომ აი მაგალითად პირველ რიგში სპორტული ჟურნალისტები უფრო გაცილებით აქტუალური, ანუ მათი მოსაზრება აქტუალური უნდა იყოს, უფრო ღრმად უნდა იყვნენ ჩახედულები როგორც პრობლემებში, ისე რაც სიკეთეებში, განვითარება რო თავის ხედვაც უნდა ქონდეთ, და სპორტული ჟურნალისტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ ეხლა მე რაზე საუბრობ, როცა გეუბნებით აი მოვიძიეთ, იქ რა ხდება იმ ქვეყანაში, სხვა ქვეყნებში როგორ ხდება, ხა სასამხეთში მაგალითად 4 გუნდია, რომელიც წარმატებულია და 4-ს მეპატრონე არის ასე ვთქვათ მილიარდერები არიან. მე სხვა შეს გუში მქონდა შეხვედრა სომხეთის ფედერაციის წარმომადგენელთან საქართველოში იყო ჩამოსული და ეხლა არჩევნებია იქ წელს და ამ ადამიანმა რა მითხრა ცით რომ აი ეს 4 ადამიანი ჩვენ დღეს რო გაიღვიძონ თქვა რომ აღარ გვაინტერესებს ახლა რომ ნოა მქონდეს არის ერთ-ერთი მეპატრონე ციხეში ზის ახლა გამოუშვეს პირველ გზებიც არის ის გუნდი არარატი და ჩვენ დღეს რომ თქვან რომ იცი რა აღარ გვინდა რომ ჩვენ რაღაც ფეხბურთი დავაფინანსოთ იმ მეორე დღეს დამთავრდება სოფხური ფეხბურთი. ანუ 4 კაცზე დგას ეს ანუ არანაირი სისტემა იქ არ არსებობს. ჩვენთან კიდევ რაღაც სისტემა გვაქვს. იქ არც მეორე ლიგა არსებობს, არც მესამე, არც რეგიონული ლიგა, საფეხბურთო სკოლების კუთხითაც ძალიან რთული მდგომარეობაა, იმიტომ რომ სპორტის განვითარება, ფეხბურთის განვითარება ამ შემთხვევაში პირდაპირ არის ნაკრებთან არის დაკავშირებული, ხო? ჩვენ კლუბები ჩვენ რატო გვინდა რომ ძლიერი კლუბები გქონდეს პირველი იმიტომ რომ შესაბამისად რა კლუბებს წარმატება გქონდეს და მეორე მხრივ ჩვენ ვზდით ფეხბურთელებს რომლებიც ასაკობრივ ნაკრებში თამაშობენ U17-ში, U19-ში, U21-ში და მე ვფიქრობ რომ აი წელს ახლა U21-ის ნაკრების ასე თქვა მარტში შეკრება იქნება მეც მგონია რომ ჩვენი კლუბიდანაც რამდენიმე წარმომადგენელი იქნება წელს წარმომადგენელი მე შახტედან ახლა წარმოვიდგინეთ მე შახტე რომ არ ყოფილიყო შესაძლოა მისი ფეხბურთელი ვერ აღმოჩნდებოდა U21-ში ეხლა თქვენ რო გადახედოთ სომხეთის ნაკრების მდგომარეობას ახლა ხო იცით ხო აი როგორ აქ ჩამოვიდა 7 წააგეს წავიდა იქ მოუგეთ აქ მოუგეთ აზერბაიჯანის ეგეთ მდგომარეობაშია პრაქტიკულად ფეხბურთელებს ვერ ზდიან მათ აქვთ აქცენტი გაკეთებული საკლუბო ფეხბურთზე და რო გადახედო ახლა სომხეთში როგორ კანონია იცით მოედანს უნდა იყოს 3 სომეხი ფეხბურთელი დანარჩენი სულ არის უცხოელი და ეხლა ჩემ ასე ვთქვათ კოლეგას სომხეთში რო ველაპავის ანტალიაში რო ვესაუბრე ჩვენ თამაში ჰქონდა იქ ალაშკერთან და მაგალ მომიყვა რომ ეს 3 კანონით არის დაშვებული რომ აუცილებლად უნდა იყოს 3 ფეხბურთელი და ეგეც ბევრიაო მითხრა ეგეც ბევრიაო ხო აი ესეთ მდგომარეობა ამიტომ ჩვენ ახლა რო შევადაროთ ახლა რამდენი ახლა ჩვენთვის ძალიან პრინციპული იყო ეს GFF-ის აკადემიების შექმნა ჩვენ რეგიონში, იმიტომ რომ ჩვენ არ ქონდა იმის საშუალება რომ იმ ასაკის ფეხბურთელები სხვა უკეთეს ეტაპზე გადაგვეყანა და შაშანდელი და შაშანწინდელი GFF-ის აკადემიის დაახლოებით რა ვიცი 10-11 ბავშვი ჩვენი ფეხბურთელებით იყვნენ დაკომპლექტებული. ანუ ამ პროგრამა რასაკეთებს რომ ჩვენგან მიყავს ფეხბურთელები ისინი ითვლებიან ცხადყოს სამგურალის ფეხბურთელებად ახალგაზრდები 15 და 17 წლამდე ისინი იქ მაგათ ამზადებენ. ორი ასაკობრივი ჯგუფია. კი, ორი ასაკობრივი, ეხლა წელსაც ახალი მიღება, ასე ვთქვათ, არის, ანუ 2 წლის განმავლობაში ფედერაცია გიმზადებს, საფეხბურთო უკან გიბრუნებს. და ხა ჩვენ ამის გარეშე მაგალითად ძალიან გაგვიჭირდებოდა რა, იმ დონის შექმნა, რაც დღეს იქ ქუთაისის GFF აკადემიაში არის შექმნილი. რო დაუბრუნდეთ, ასე ვთქვათ, თქვენ კითხვას აბსოლუტურად არაპროფესიონალური შენიშვნებს გვაძლევენ. მე ყოველთვის მივეკუთვნები ადამიანებს, რომლებიც ამ კრიტიკასაც იღებს და შესაბამისად კრიტიკის პოზიციაც რაღაცა შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს, იმიტომ რომ თუ ეს ობიექტური კრიტიკა უნდა წახვიდეს ორი გზით და ვიღაცამ ასე თქვა შემოგძახოს, რომ არ მიდიხარ სწორედ და ნუ ისეთ რაღაცებს ვკითხულობ, რა ქვია ამ კომენტარებში კიდევ ერთხელ გეუბნები სპორტული ჟურნალისტიკები რატო არის გავაკეთეთ. ფონდი არსებობს მე-11 წელიწადია. ეხლა წინა თვეში სხვადასხვა გადაცემაში ყავდათ დაბარებული ფონდის დირექტორი და აძლევენ ერთ ეგრე კითხვებს. უყურეთ ხო? მე ეგეც შავეჭლება მექნება რომ ესე იგი სულ არის დაფინანსების სულ არის 3 ფორმა არის. ეს არის საბაზისო, რომელიც არის 600,000 ლარი, საპრემიუმ და ეს 600 ანუ ეს უნდა იცოდე ჟურნალისტი. 11 წელიწადი როცა ეს ასე ვთქვათ მუშაობს ფონდი
მე-11 წელიწადს რო იძლევი ამ კითხვას, ესე იგი 10 წელიწადზე არ გაინტერესებდა. ან წინა თვეში სამჯერ დავუძე, ერთ-ეგივე კითხვას რო უსმევენ. ანუ ეს გამოდის, რომ არც იმ გადაცემებს არ უყურებენ თავისი კოლეგების, რომ შესაბამისი პასუხები გაიგონ. ან ეთერი რო შეავსონ, იმიტომ უძახიან გიორგი კალანდაძეს, ჩემი დიდი პატივისცემა მას. აი ერთ-ეგივე კითხვებს უსმევენ და ისიც, ვალდებულია, რომ ასე ვთქვათ, უპასუხოს. გამოდის, რომ ესე იგი, რატო ეძახიან? ან შეავსონ ეთერი, ან აი, სწორედ მაგიტომ დაგისვით საგნობრივ დისკუსიასთან დაკავშირებით. მე ხა აი წამოიდგინეთ ახლა. მე მინდა ერთი ფასადური არის, მათ შორის ინტერესიც. მე პრაქტიკულად ყველა პოდკასტს უყურებ, რაც ფეხბურთთან არის დაკავშირებული და შესაბამისად, რა თქმა უნდა, თქვენ ეთერებსაც უყურებთ. არ მახსოვს თქვენთან იყო თუ სხვა პოდკასტში მე ყვითელი ბარათია, ბესო ჩიხრაძე გამოდიოდა და ძალიან ესეთი ყუში მომხდა რა მისი ფრაზა რომ გამოდის რომ ჩვენ ეთყობა ჩვენ არ გვიყვას ფეხბურთი და შესაბამისად მაყურებელს მაგიტომ არ დადის და შესაბამისად გარკვეულად ასე ნაკლები ინტერესია თუ ასე თქვა წარმატებულები ვართ რა ქვია ყველა დადის სტადიონზე და ესპანეთთან თუ წავაგეთ არ მივდივართ ახლა ესპანეთი არის სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი და მე დარწმუნებული რომ სოფლიო ჩემპიონატზე ჩატარდება, თუ ვინმე პრეტენდენტი არსებობს, რა თქმა უნდა. არის ესპანეთი დიდი ალბათობით მოიგებს. მაგიტომ ამტკიცებ რომ ჩვენ საფეხბურთო ქვეყანა არა ვართ. უნდა გავხდეთ. ვიბრალებთ ჩვენ უბრალოდ რომ ფეხბურთი გვიყვარს. ეგ არ არის ფეხბურთი. მეორე მაგალითს მოგიყვანთ. დავით ზურიკო, დავითაშვილი თამაშობდა სენტეტიაში. და შესაბამისად ეს გუნდი გავარდა, რა ქვია, დაქვეითა ერთი ახლა რა თქმა უნდა ემზადება და შეიძლება უკან გადავიდეს პირველ ადგილზეა. აი თუ თქვენ გახსოვთ კადრები, როცა ეს გუნდი თამაშობდა უმაღლეს ლიგაში სავსე სტადიონი, გადმოვიდა, რა ქვია, გადმოვარდა ასე თქვა ერთი ლიგით დაბლა და ეს სტადიონი ისევ სავსეა. რა თქმა უნდა. იმიტომ მას ყავს გულშემატკივარი და ახლა მე სხვა მაგალითს მოგიყვანთ რომ ხა ობიექტურად რო თქვა, ხა ბათუმის დინამოს წარმატება და ყველაფერი დაკავშირებულია არჩილ ბერიძესთან. ცალსახად. არის კი. არც საბჭოთა დროს ბათუმის დინამო ხა ბევრ საფის არ წარმოა, ეს არ იყო არც ქუთაისის ტორპედო, არც ლანჩხუთის გული და მithumetes არც დინამო თბილისი. ხა ობიექტურები რო ვიყოთ, ხო, ამ გუნდებს რაც ჩამოგითვალეთ, გაცილებით უფრო დიდი ისტორია აქვთ. ეს ისტორია შექმნა ბათუმისთვის და დღევანდელი თანამედროვე არჩილ ბერიძემ. რო წაიკითხოთ ეხლა მესმის რომ მან ამ ადამიანმა რაც გარკვეული შეცდომები დაუშვა და შესაბამისად ფინანსური პრობლემები აღმოაჩნდა გუნდს ალბათ მენეჯმენტს ბრალი იყო და მათ შორის რა თქმა უნდა არჩილ ბერიძის რაც არასწორი გათვლები გააკეთა მაგრამ ის რასაც მე ვკითხულობ და ასე ვთქვათ კომენტარებში მასთან დაკავშირებით ახლა საოცარი ინვესტიცია ჩადო ამ ადამიანმა და რა ვიცი ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ მისი გუნდი ყოფილიყო წარმატებული და სხვათა შორის მისი გუნდი რო წარმატებული რო იყო, იმიტომ მოხდა იმ სტადიონის აშენება ბათუმში. თქვენ ხო გახსოვთ, კარგად ცალსახად 1500-იან სტადიონზე, რომელიც ანგისაზე ატარებდა მაშინ თამაშებს ბათუმის და 5000 კაცი დადიოდა, ზოგი ხეებზე ეჯდა რომ რაღაცნაირად მე მომსწრევა რამის წვიმაში, უამინდობაში და გულშემატკივრობდნენ გუნდს და შესაბამისად საოცარი გულშემატკივარი ყავს ბათუმს და წარმატებას რომ მიაღწია შესაბამისად მაშინ გადაწყვიტა აჭარის მთავრობამ სტადიონი აიშლებდა და მართლა ეს საოცარი ეხლა ევროპაში როგორ მოიქცეოდნენ იცით ბათუმის აი ამ მდგომარეობაში როგორც დაუშვათ აღმოჩნდა ესე იგი არჩილ ბერიძეს ზურგი შეაქციეს გულშემატკივრება როგორ მოიქცეოდნენ ახლა მაგალითად ევროპის ქვეყნებში იყიდნენ ყველა ბილეთს ყველაზე ძვირი ამ ბილეთს იყიდნენ შემოუვიდოდა ფული მაგრამ ამასობაში გულშემატკივარი მოითხოვდა კლუბის ხელმძღვანელობიდან რომ გაეკონტროლებიათ ის მათი შენატანი როგორ დაიხარჯა და უფლებაც ეკნებოდათ. იმიტომ რომ 20000 ადამიანი ეტევა სიტყვაზე ბათუმის სტადიონზე, ბათუმში უფრო საშუალება უფრო აქვს ხალხს, უფრო ძვირიან ბილეთი იყოს. იქ საშუალო ფას ბილეთი 15 ლარია. და ივსებოდა. და ივსებოდა კიდევაც. ეხლა წარმოიდგინეთ, ხო 20000 ადამიანი გაამრავლე 20 ლარზე, ანუ 15 ლარზე, ყველა 18 თამაშია მილიონობით ლარზეა საუბარი. ეს ფული თუ მთლიანად არ რაღაცა ასე ვთქვათ არ მოუხსნდა პრობლემებს, მაგრამ დიდწილადაც რაღაცა პრობლემის გადაუწყვეტავდა და წესით ეს რომ ევროპული მოქცევა ესეთი არის. შესაბამისად მე გულშემატკივარის ასე ვთქვათ უფლებაც ეკნებოდათ და ყველანაირ ეკნებოდა იმის რომ გულში მისულიყვნენ ხელმძღვანელობასთან და მოეთხოვათ
შესაბამისად ეს შემოსული ფული, რომელიც გულშემატკივრებმა შემოიტანა კლუბში, როგორი ხარჯება, პოლიტიკა როგორია და ასე ვთქვათ, უფრო აქტიურად იქნებოდა ჩართული. თუმცა სამართლებრივ უნდა აღნიშნოს, რომ ის ერთგული გულშემატკივრები ბათუმის დინამოსი ყველგან დაყვებოდნენ იმ მაგრამ მე ვაპარაკობ იმაზე, როცა მასობრიობაზეა საუბარი. ეხლა შენი ქალაქის გულზე. ქუთაისის ტორპედოს მინდა კიდე, ეხლა მე გუშინ პირველი ტური ჰქონდათ და რა ვიცი, ეხლა ისეთ რაღაცები ვკითხულობ მის პრეზიდენტზე, რომ ცოტა არ იყოს მეც კოლეგიალურად ცოტა ასე ვთქვათ შეგეხო? კი არ შემეხო, მე ახლა არ შემეხო, გული მწყდება, იმიტომ რომ ჩვენ თუ 3 წლის წინანდელი, 4 წლის წინანდელი ისტორიას დაუბრუნდებით. ქუთაის ტორპედოს რა მდგომარეობაში იყო, ხა ყველას გახსოვთ. თუ არ ვთქვი, ორ დაბასთან ქონდა თამაში, UEFA-ს თამაში ქონდა და ქუთაის ტორპედოს არ ქონდათ საშუალება, რომ ფორმები არ ქონდათ ფიზიკურად და მე მახსოვს, რომ ფედერაციამ თავის ხარჯებით ქუთაის ტორპედოს უყიდა ფორმა, რომ ორ დაბასთან თბილისში ლოკომოტივზე იყო თამაში, რომ არ გამოსულიყვნენ ისე ფორმის გარეშე. აი ესეთ მდგომარეობაში იყო ტორპედო. შესაბამისად ამ ადამიანმა გარკვეული ინვესტიციები ჩადო, ინფრასტრუქტურა მოაწესრიგა, ბაზის, ეხლა მე რასაც იმაში უყურებ, რა ქვია, პოდკასტები და იმაშია და შესაბამისად წარმატება უნდა ყველა პრეზიდენტს თავის კლუბის. ყველას თავის გარკვეული ხედვა აქვს. შეიძლება ზოგს უფრო გრძელვადიანი ხედვა აქვს, უფრო ზოგს უფრო მოკლევადიანი ამოცანებია და ასე შემდეგ და ახლა როგორ წარმოგიდგენთ ახლა რომ მისი პრეზიდენტი რომ ერთი რა ვიცი 3 თვით რომ გამოვიდეს ქუთაის ტორპედო და გამოველეს ქუთაის ტორპედოს აღმოჩნდება რეგიონ ლიგის გათამაშებაში და ვერ მეწმუნეთ დღეს მე ახლა საქართველოს ბიზნეს ბევრ წარმომადგენელს ვიცნობ და ამისთანა ინვესტიციას ფეხბურთში დღეს არავინ არ გააკეთებს ვინც დღეს ფეხბურთში მონაწილეობს არ არის ეს ხალხი მე მიუხედავად იმისა, რომ კერესელიძის მიდგომები ძალიან მომწონს, აი თითქმის აი რომ ვუსმენ, ვფიქრობ, რომ აი რაში არ ვიცი, რაში უნდა შევედავო, მაგრამ სასწაული აქვს მაინც რაღაცა ნაბიჯები, ანუ მისი ასე ვთქვათ, მისი ხედვა არის ეს. ხო, რა თქმა უნდა. ის ადამიანი, ვინც ახლა ამას ყველაფერს უწერენ, ის ფულს ხარჯავს. რა კატეგორია იცით, რომ აი ნაკრების თამაში რო არის, ახლა მე ქუთაისის გულშემატკივარზე არ მახლაპარაკი, მაგრამ ბევრ იმ თბილისის გულშემატკივარზე მაქვს, რომელსაც მე დაახლოებით ესე ვთქვა შევდავიცნობ, რომ ნაკრების თამაში როცა არის, უნდა გაუგზავნო მოსაწვევი მანქანის პარკინგის, VIP მოსაწვევი უნდა გაუგზავნო, ამ შემთხვევაში მივა ფეხბურთზე. და აი დაახლოებით ეგ კატეგორია. მე რა პრეტენზიაც მაქვს, ეხლა უფრო მისი კლუბის გულშემატკივრების პრობლემაა, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ერთ რიგით გულშემატკივარს ფეხბურთის რა პრეტენზიაც მაქვს მასთან ეს არის, მე ვთვლი რომ უბრალოდ არასწორი სატრანსფერო პოლიტიკა აქვს, მაგრამ მათი შიდა საქმეა და მათი გადასაწყვეტია, ეს ჩემი პოზიცია. ვერ გეტყვით. და სხვათა შორის რახან ბიზნესი ახსენეთ მიშა თქვენ ბიზნესიდან მოხვედით ფეხბურთში. ფეხბურთს აი როგორ უყურებთ? ეს არის თქვენი ბიზნეს საქმიანობა, სადაც რომელიც უნდა გახდეს მომგებიანი თქვენთვის და თუ არის აი სპეციფიკა სხვადასხვა, აი სხვა ტიპის ბიზნესის მართვა და საფეხბურთო კლუბის მართვა. ხო, სპეციფიკა რა თქმა უნდა ძალიან განსხვავებულია, იმიტომ რომ აქ ასე ვთქვათ სოციალური ორგანიზმი ადამიანებთან აქ ამ ადამიანების ასე ვთქვათ სწორი მიმართულებით მუშაობით წარმატებაც ასე ვთქვათ ესე მოდის, რა თქმა უნდა ბიზნესმე ამას როგორც ბიზნესად უყურებ. აქ ჯერ პირველ ეტაპზე არ არის ლაპარაკი რომ ეს ბიზნეს მომგებიანად ასე ვთქვათ გახადო. პირველ რიგში ჯერ უნდა გახადო თვითკმარი ამ ეტაპზე და მე შესაძლებელია იფიქრო რაღაც გარკვეულ ფინანსურ წარმატებაზე. ძალიან რთულია რა ქვია ამ ბიზნესში დღევანდელ პირობებში ფინანსურად რომ წარმატებული იყო, კიდევ გეუბნებით რომ ჩვენ ერთადერთი საშუალება გვაქვს რომ კლუბმა რომ მიიღოს ასე ვთქვათ შემოსავალი რომ გაყიდო ფეხბურთელი. ახლა ფეხბურთელს როცა ყიდი შეიძლება გაიარო ორი საკვალიფიკაციო ეტაპი მაინც. ხო, ეს ორი საკვალიფიკაციო ეტაპიც არ გაძლევს იმ დაახლოებით 9 მილიონი ევრო არის ჯამში ეს და ეს 1.5 მილიონი ლარია.
ეს შეიძლება იყოს საშუალო კლუბის ასე 4-5 თვის ასე ვთქვათ რომ დააბალანსო. ხო, მაგრამ ქართული რეალობისთვის საკმაოდ ხო, ქართული რეალობისთვისაც მინდა გითხრათ რომ ჩვენთვისაც იზრდება ასე ვთქვათ ხარჯები. იმიტომ რომ აი ჩვენ თუ ანტალიაში ბორზე დავდიოდით შარშანცინ და მაშინ დაახლოებით 40-45 ევრო ჯდებოდა ერთი ადამიანის ასე ვთქვათ ღირებული. ეს არის გაორმაგებული. ანუ ყველა ხარჯი გაორმაგებულია. ამიტომ თუ ჩვენ ფეხბურთელს ვყიდით, ეს შესაბამისად შენი გუნდიდან ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს უშვები, რომ შენ პრაქტიკულად უსწრები. აი ეს პრობლემა გვიდგას. სტადიონები როცა იქნება აშენებული ეს იქნება 2 წელიწადში. აი თქვენი აზრით რა ღირებულება უნდა იყოს ბილეთის ღირებულება, რომ ასე ვთქვათ მინიმუმ 10 ლარი. აი რამდენი არის დღეს რეგიონებში ამ თანხის გადამხდა? მარტო ხوارწავა ადამიანს სტადიონზე უნდა წავიდე შვილთან ერთად, მეგობართან ერთად, მეუღლესთან ერთად და ასე შემდეგ, ხო? 2-3 კაცი რო წავიდნენ, უკვე ეს თანხა შეიძლება ღმერთ მაგას რომ 3 წელიწადში ჩვენ ცხოვრება ცოტა უკეთესი იყოს, რომ აი ეს 10 ლარის გადახდა შეეძლოს. ევროპული სტანდარტებით ეს არის, აი ეს არაფერი, უბრალოდ არაფერი არ არის. რა თქმა უნდა, ხო, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ ევროპაში გავიდეთ, შესაბამისად ევროპულ გუნდებს გავუწიოთ კონკურენცია და შემოსავლელი კონდეს ასე ვთქვათ ქართული და ევროპა დავამარცხოთ მის მოედანზე. ხო, ეგ წადართული. ეხლა თუ დამისვეთ, ეხლა იმ კითხავს რომ ის გუნდები ხა რომელიც აი ანდორა როგორ მოხდა ასე ვთქვათ ჯგუფში, ან გიბრალტარი როგორ ხდება ჯგუფში. მაგაზეც გვაქვს ჩვენ ასე ვთქვათ პასუხი, იმიტომ რომ გავაანალიზეთ რა ფეხბურთელები თამაშობენ. ზოგი ესეთ ფეხბურთელი შეიძლება შემოგთავაზოს, შეიძლება არც წამოიყვანოს საქართველოს ჩემპიონატში. ისე ვიძახი. მაგრამ იქ ადგილმდებარეობა აი მაგ ქვეყნების ძალიან ეს მომგებიანი იმ კუთხით, რომ ანდორა, ესპანეთის და საფრანგეთის ასე ვთქვათ მასში შუაშია და იქ თამაშობენ ფეხბურთელები, რომლებიც არიან სიტყვაზე მაგ ქვეყნების მეორე ან მესამე ლიგის ფეხბურთელები არიან. ახლოს არის ასე ვთქვათ და მათთვის ანდორაში ჩასვლა და მე როღან სახში დაბრუნება არაფერს არ წარმოადგენს. გოლში ჩავა ჩამო. მათი ბიუჯეტი შესაბამისად არც ის მაღალია, მაგრამ შენ რომ მაგდონის ფეხბურთელი ჩამოიყვანო საქართველოში, მინიმუმ 3-ჯერ მეტი უნდა გადაუხადო. იმიტომ რომ პირველ რიგში ის ნახულობს ქვეყანას, სად უნდა იცხოვროს, რა პირობები აქვს ხა. თბილისში და ბათუმში შედარებით უფრო ადვილი არის ფეხბურთელის ჩამოყვანა, უფრო მაღალი ასე ვთქვათ კვალიფიკაციის. ქუთაისში პოდკასტს თუ უსმენდით, მე ვეთანხმები კერესელიძეს, იმიტომ რომ მეც გარკვეულწილად ეგ პრობლემები ჩვენც გქონდა რა ქვია. ლეგიონერებს რომელიც უფრო მაღალი კლასი არის, უკვე ფიქრობ ჩამოიყვანოს, არ ჩამოიყვანოს, შესაბამისად ერთადერთი შენ თუ მოხიბლო, უნდა მოხიბლო ხელფასით რომ იმას უღირდეს, რომ ჩამოვიდეს, ასე ვთქვათ, ქუთაისში ან წყალტუბოში, ან სხვა ქალაქში, ჩვენ რეგიონულ ქალაქში იგივე ტყიბულში, თბილისში ვარ ჩვენს თუ არ ვცდები, ხო? ხო და ნუ ამ კუთხით ადვილია, მაგრამ ანუ შენ რამდენჯერმე მეტი ხელფასი უნდა გადაუხადო იმ ფეხბურთელს, რომ ჩამოიყვანო და ფაქტობრივად იმ ფეხბურთელის ხელფასი ობიექტურად მაგდენი არ ღირს. საერთოდ მაინტერესებს თქვენი აზრი იმ ლეგიონერებთან დაკავშირებით, რომლებიც არ აღემატებიან ადგილობრივ კადრებს და მაინც რატომღაც პრიორიტეტი ენიჭებათ არ ვიცი, ადგილობრივი მწვრთნელების ეხლა ეგ აი ეს ქმნის თუ არა პრობლემას? სერიოზულ პრობლემას, კი. იცით როგორ არის? ნუ ეს რა თქმა უნდა ყველაფერი გამოწვეულია იმითი, რომ პრაქტიკულად ძალიან ცოტა ფეხბურთელი, ქართველი ფეხბურთელი ძალიან ცოტა ჩნდება, ასე ვთქვათ, ქართულ ბაზარზე. ეხლა იმ კლუბებს, ვისაც აკადემიები აქვს თავის, დინამო თბილის, საბურთალოს, ლოკომოტივს, იმათ უფრო რესურსი უფრო ჰქონდათ იმისი, რომ თავისი გაზრდილი აკადემიად შეავსოს, ასე ვთქვათ, მეტნაკლებად თავისი მათ შორის მაგ გუნდებზე ვსაუბრობ, ვისაც დიდი აკადემიები აქვს და ყავთ ნიჭიერი ფეხბურთელები. ისინი იძულებულები არიან, როგორც მანამდე გითხარით, რომ ფეხბურთელი გაყენო კლუბი შეინახონ, იმიტომ რომ ამ დიდ გუნდებს, საბურთალოსაც და იმასაც საკმაოდ უფრო გაცილებით უფრო მეტი ხარჯი აქვს, ვიდრე სიტყვაზე სამგურალს. იმიტომ ობიექტურად უფრო დიდი სტაფი ყავთ იქ აკადემიები და ასე შემდეგ რა ქვია. ეხლა რაც შეეხება უცხოელ გადინება არის ძალიან დიდი და თქვენ ბაზარზე რო გინდოდეთ დღეს რაცა ქართველი ფეხბურთელს ნახვა საკმაოდ პრობლემატურია, იმიტომ რომ გაიხსნა აზიის ბაზები და ეს ჩვენი ფეხბურთელები როს მანამდე გითხარით ყველა ასე ვთქვათ მიდიან იმ ქვეყანაში და ჩვენ ვერ ვაკმაყოფილებთ
მათ სახელმწიფო მოთხოვნილებას. ეს არის სერიოზული პრობლემა. დღეს ქართულ ფეხბურთში არ არის დაბალი ხელფასები, ქართული რეალობიდან გამომდინარე. დაახლოებით რო გესმოდეთ, დღეს ხელფასები იწყება 5,000 ლარიდან და მთავრდება 15-20 და ზოგ გუნდებში შეიძლება 100,000 ლარიც კონდეს ფეხბურთელის ხელფასი. ამიტომ ის რომ ჩვენ ფეხბურთელებს დაბალი ხელფასები აქვს და საქართველოს პირობაზე ეს ნამდვილად არ არის. ეს 5-10 წლის წინ შეიძლება ესეც იყო, მაგრამ ის ქვეყნები, რომელზეც ჩვენ ახლა საუბრობთ, ყირგიზეთი, ჩვენ რაც ხელფასები გვაქვს, იმაზე იხდეს სამჯერ ვერც. იმიტომ იმათ საერთოდ არ აყავთ ფეხბურთელი და უნდათ რომ ქართველი ფეხბურთელი, სიტყვაზე უზბეკი, რუსი, ბელორუსი, უკრაინელი ფეხბურთელებით დააკომპლექტონ თავიანთი საფეხბურთო კლუბები. იქ საერთოდ ფეხბურთელი ადგილობრივი ფეხბურთელი არ ყავდა, შესაბამისად ჩვენი ბაზისიდან უნდათ რომ ფეხბურთელი გაიყვანონ და შესაბამისად იქ ითამაშონ. ამიტომ ფეხბურთელის შენარჩუნება ხდება ძალიან რთული. ამიტომ კლუბებს უწევთ უფრო დაბალ ხელფასზე ჩამოიყვანონ, რა ქვია, უცხოელი ფეხბურთელი, რომელსაც პრინციპში მინდა გითხრათ, რომ სოფლიოში ახლა დიდი საშუალებები არის იმის, რომ კარგად დააკვირდე და შესაბამისად შეცდომა რო არ და ხა შეცდომას ყველა უშვებს ფეხბურთელი ჩამოყვანის დროს უცხოელი მყავს ყედელობაში, მაგრამ დღეს ალბათ უფრო მეტი და უკეთესი სელექცია საჭირო, რომ მაქსიმალურად რაღაცნაირად მოტივირებული ფეხბურთელი ჩამოიყვანო შენ რომ იმასაც ჩვენ პოლიტიკა რა არის ამ შემთხვევაში, ჩვენ ახალგაზრდა ფეხბურთელები ჩამოყვავს, რომლებიც ზემოტივირებულები არიან, რომ აქ თუ მიაღწევენ ჩვენ გუნდს წარმატებას, რომ მათ რაღაცა პერსპექტივა ექნებათ, სიტყვაზე მე სხვა ქვეყანაში მოხდნენ. ამიტომ ეგ უკვე კლუბის პოლიტიკაა, რომ სტოლის სელექცია ჩაატაროს, რომ ასე ვთქვათ, არ დააწვეს, ასე ვთქვათ, უცხოელი ფეხბურთელი ზურგზე ხარჯად. მე საერთოდ ვერ ვიგებ თბილისის დინამოს ტიპის გუნდი, იგივე ქუთაისის ტორპედო, რომელსაც თავისი დნმ აქვს რა შეჭირდება გაურკვეველი ტიპის ლეგიონერი. ჩემთვის გაუგებარით ქუთაისის ტორპედო ხო საერთოდ რა ვიცი, ნიჭი ზეიმია იმერეთში და რეალურად მთელ რა ვიცი საქართველოს და ნაკრებს ამარაგებს სწორედ იქიდან წამოსული ფეხბურთელები. ხო და ამიტომაც დავსვი შევიტყვი რაღაცა დაუფასებლობის მომენტი მიჩნდება თითქოს უცხოელ ფეხბურთელს უფრო მეტად დააფასებთ ვიდრე. არა, ნამდვილად ესე არ არის უცხოელ ფეხბურთელს. მე ხა ჩემი გადმოსახედა გეტყვით, ნამდვილად არ ვაფასებთ, რა ქვია, რომ მაინამაც უცხოელი ჩამოვიყვანოთ. იქიდან გამომდინარე, რომ წირი ბაზარი არის საქართველოში. მე ადამიანი ბავშვი, რომელიც ხდება 18 წლის, პირველი რასაც ფიქრობს, უნდა რომ წავიდეს საზღვარგარეთ და იქ ნახოს თავისი, ეგ ძალიან ადრეა, რა ქვია, 18 წლის ფეხბურთელი. მაგისტრის გუნდში, თქვენი გუნდის მაგალითზე არსებობს ადამიანი, პირობითად ახალგაზრდა პერსპექტიული ფეხბურთელი, რომელსაც უნდა რომ გადადგას ეს ნაბიჯი, რომ წავიდეს სადღაც, სადაც უფრო მეტი შემოსავალი ექნება და ამ შემთხვევაში აქვს თუ არა მნიშვნელობა გუნდში, სტაფში, სამწვრთნელო შტაბში, ერთგვარი ფსიქოლოგის როლის შემსრულებელი ადამიანი, რომელიც ამას ასწავლის, რომ როგორ არის სწორი საფეხბურთო სვლა, როგორ უნდა მოხდეს. ხა დიდ გუნდებში ახლა კლუბებს თავის ფსიქოლოგები ყავთ, ხა ჩვენ შემთხვევაში ამ ფუნქციას მცველები ასრულებენ, სტაფი ასრულებს, ხელმძღვანელობა ასრულებს და ჩვენ სულ ვცდილობთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა სწორი მესეჯები მივიტანოთ, რა ქვია. ხა ჩვენ ყავს და სულ დაყავს ხოლმე ახალგაზრდა ფეხბურთელები, ეხაც ყავდა შეკრებაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც საკმაოდ წარმატებულად წამოაჩინა თავი, 17 წლის არის და 3 გოლი გაიტანა იმაზე, რა ქვია. გადამწყვეტ დროს, ასე ვთქვათ. ამიტომ როგორ არის იცით ხა, რა თქმა უნდა, ადამიანს ვერ აუგზავნა, რომ უკეთესი კარიერა ჰქონდეს, რა თქმა უნდა და ჩვენ ჩხეტიანზე საუბრობთ. დიახ, ჩხეტიანზე საუბრობთ. და შესაბამისად, ამიტომ მან პირველი ნაბიჯები, რა თქმა უნდა, გადადას კლუბში, იქ უნდა გაიზარდოს, გარკვეულად იქ უნდა ჩამოყალიბდეს, რაც გარკვეულად ასაკამდე უნდა იყოს საქართველოში და მე შესაბამისად უკვე ის როგორ არის 18 წლის ბავშვი რო წავა საზღვარეთი, პირობები ერთი არის მაგალითად და როცა უკვე დასრულებული ფეხბურთელი 22 წლის, ან 23 წლის, იქ უკვე სხვა პირობები გაცილებით უკეთესი. რა თქმა უნდა. შესაბამისად, ამ ადამიანებმა და ყველა ფეხბურთელმა გარკვეული ადაპტაცია თავის კლუბში უნდა
გაიაროს, მოემზადოს, უნდა იყოს როგორც ფიზიკურად, ისე ტაქტიკურად მომზადებული, პრაქტიკა მოუვა, ფსიქოლოგიურად უფრო მყარი იქნება და შესაბამისად მე რა თქმა უნდა ჩვენ ახლა ჩვენ კიდე დიდი ხანი ვიქნებით ექსპორტზე ორიენტირებული რომ ქართული ფეხბურთელები გაუჩნდეთ, მაგრამ თავარია ეს ნორმალურია. უბრალოდ დროს ხო, იმას ვაუბრობ, რომ არასწორ დროს 18 წლის ფეხბურთელი რომ მიდის, რა თქმა უნდა, ეგ კარგი არ არის, მაგრამ ხანდახან არის ხომ ისეთი წინადადები, რომელსაც ვერ იტყვი უარს. იგივე ხა დინამოს მაგალითის ხა 17 წლის ფეხბურთელს თურქეთიდან 4 მილიონი ევროს წინადადება იყო და ხო იცით როგორ არის ხა ამ შემთხვევაში ალბათ უარს ვერ იტყვი. ალბათ კი ვერ იტყვი. ეგეთი წინადადები ვერც კლუბი ვერ იტყვის უარს და ვერც ფეხბურთელი ვერ იტყვის. ეგეთი წინადადები ხშირი არ არის, მაგრამ მგონია რომ აი თურქული სიტყვაზე აი თურქეთის კლუბები უკვე უფრო დაინტერესდებიან ქართულ პრაქტიკულად ძალიან ცოტა თამაშობს თურქეთის ჩემპიონატში. მე ძალიან მომწონს თურქეთის ჩემპიონატი. რა თქმა უნდა. თქვენ ნახოთ მე ხა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში წასვლას ფეხბურთელის მირჩევნია თურქეთის ჩემპიონატში. საკმაოდ მაღალი დონის ჩემპიონატი აქვს და ბოლო 10-15 წელიწადია განვითარდა. იქაც ესეთი პრინციპი იყო, რომ შეიქმნა პროფესიონალური ფეხბურთი ლიგა, იქ მესმის ახლა იქ 90 მილიონია მოსახლეობა და ერდოღანს მე მგონი 5 თუ 6 კლუბი აქვს საფეხბურთო. კი ბატონო და შესაბამისად მაგის ოჯახს პრინციპიც ისეთია, რა ქვია, ეს შემოსავლები PFL-ში მე ნაწილდება ანუ მოგებთ თვითონ მოგებაზე იქ $300,000 თუ ევროს იხდიან თვითონ მოგებაზე. ანუ კლუბი დაინტერესებულია რომ მოიგოს, შემოსავალი მიიღოს და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ წავიდეთ სწორი განვითარება. ჩვენ ახალს ახლა ვერაფერს ვერ მოიგონებთ, მოგონილი აქვს ჩვენზე ჩვენ ხალხმა უკვე მოიგონა ეს. როგორ ჯობია რომ განვითარდეს და შესაბამისად ჩვენ ამოვირჩიოთ რომელ გზაზე მივდივართ. თქვენ გჯერათ რომ რეალისტურია პროფესიული ფეხბურთის ლიგის შექმნა? რეალისტურია. რაღაც ეტაპზე ვფიქრობ რომ სახელმწიფო აუცილებლად თანამონაწილე იქნება ამისი, მაგრამ ეტაპობრივად ის უნდა გავაკეთოთ რომ სპონსორების ხარჯებზე რასაც ჩვენ ფულს მოვიძიებთ, ეტაპობრივად ჩავანაცვლოთ სპონსორების შემონათანი სახელმწიფო ხარჯი, იმიტომ რომ სტარტაპისთვის რა თქმა უნდა ლიგა თუ შეიქმნება სახელმწიფოს მონაწილეობა ის როგორ არის იცით გერმანიაში რა ვიყოთ ხო ლაპარაკობთ ხო გერმანიაში სულ რამდენიმე არის კერძო კლუბი დანარჩენი მუნიციპალური კლუბებია და მუნიციპალიტეტები ზოგადად აფინანსებენ სხვადასხვა ბაიერნიც კი დიახ და მის პრეზიდენტს ჯიბიდან სახლიდან არ მოაქვს ფული თავის კლუბის დასაფინანსებლად მაგრამ სწორი ხარჯავენ სწორი პოლიტიკა კამპუს კონტროლი აქვს რომ სწორი დაიხარჯოს რომ კლუბი განვითარდეს და ხა შეცდომა ყველას მოსდის ტრანსფერის დროს შეიძლება მოიყვანო ფეხბურთი რომელიც იქ დაფრინავდა და შენთან შეიძლება მოიყვანო და რაღაც მოხდეს ისე რომ ქიმია არ იარსებობს და ვერ ითამაშოს. ეგეთი რაღაცები ხდება ხოლმე. ბარსელონას დაემართა ეგეთი რაღაცა კოუტინიო რომ მოიყვანეს ყველაზე მაღალ ესეთი ტრანსფერი იყო. მაგრამ ეგ შეიძლება 160 მილიონი იყო. შეიძლება 10-დან სიტყვაზე 2-ში ვერ გაარტყა, მაგრამ 8 უნდა გაარტყა და არა პირიქით. როცა ხდება პირიქით, ნუ ეს უკვე ნონსენსია. მიშა და ჩვენი საუბრის ბოლოს ერთი საინტერესო ფაქტი, რომელიც ახალი სეზონისთვის გვაქვს ეროვნულ ლიგაში, 3 მეორე ლიგელი გუნდი უმაღლეს დივიზიონში, ასე ვთქვათ. რამ გამოიწვია ეს? ну როგორ არის ეს სპორტი მით უმეტეს ფეხბურთი არის წარმატებაზე არის დაფუძნებული და სწორ მუშაობაზე შესაბამისად რადგანაც ამ გუნდებმა მიაღწიეს წარმატებას ესე იგი მათმა ხელმძღვანელობამ სწორი იმუშავა სწორი გათვლები გააკეთა შესაბამისად სწორი სატრანსფერო პოლიტიკა ჰქონდა და შესაბამისად ამ სპორტული ჟინი და მიაღწიეს წარმატებას ძალიან მარტივია მინდა გითხრათ რა აუთსაიდერებად მოსჩანს თქვენი არა მგონია საერთოდ ვერ ხედავ მაგას რომ ესენი აუთსაიდერები იქნებიან აგერ პირველმა ანახა შესაბამისად რამდენად მოტივირებული იყო ცოტა მე ვფიქრობ რომ ქუთაისის ტორპედოს მოტივაცია შეიძლება აკლდა და იფიქრა რომ მეტოქეს უფრო ადვილად ასე ვთქვათ დაამარცხებდა და მეორე გუნდის მოტივაცია გაცილებით მაღალია. ქუთაისი პირველად ქუთაის ტორპედოს ხდება, პირველად არ ხდებოდა, მაგრამ ნუ პირველივე წუთზე გოლს უშვებს. ხო უშვებს და შესაბამისად
ეხლა ჩვენ ერთ სასტუმროში ვცხოვრობდით ანტალიაში და ეხლა იქ ხელმძღვანელობა სტაფსაც ვიცნობ და სერიოზული მომზადება, ასე ვთქვათ, მაქსიმალურად შეეცადენო კარგი მომზადება და სხვა შორის უმაღლესი გუნდების ყველა გუნდი იყო დღეს წელს ანტალიაში წარმოდგენილი, ყველა კარგად მოემზადა. მე რამდენიმე თამაშზეც ვიყავი. თუ არ ვცდები, მეშახტეს თამაშზეც ვიყავი. რუსთავის თამაშზე ვერ მოახერხე, მაგრამ იქ ნახე. გაგრას თამაშზე თუ ვიყავი? გაგრას თამაშზეც ვიყავი, რა თქმა უნდა. როგორ არის იცით, რომ იქ დრო იმდენად ბევრი გაქვს, რომ ასე ვთქვათ, ეს დრო რაღაცნაირად რომ დაძლიო ანტალიაში გიწევს ნებისმიერი ასე ვთქვათ სანახაობის დასწრება. ამიტომ ეხლა მე არ მაქვს ეხლა პროფესიონალური თვალი და მე ესე ვერ შევაფასებ ასე ვთქვათ გუნდებს, მე ასე ვთქვათ შეიძლება ვთქვა რომ მოყვარული ვარ, ამიტომ პრეტენზიაც არ მაქვს. ამიტომ მე დავაკვირდები გუნდს თუ არ დავაკვირდები, ეხლა ჩემი კლუბისთვის ეს დიდი ასე ვთქვათ შენაძენი არ არის ეხლა ჩემი თვალი. ამიტომ რა თქმა უნდა გასართობად დავდი, მაგრამ უყურებდი იმას როგორ იმზადებოდნენ, მინდა გითხრათ რომ რუსთავიც, სპაიერიც, რომელსაც აგერ გუშინ გვანახათ გუშინ წინ თავის თამაში და მეშახტეც იქნებიან კონკურენტიანი გუნდები, საერთოდ რა განვიხილავ, მაგათ როგორც აუტსაიდერებად. მე ვფიქრობ რომ ეგ გუნდები იმ გუნდებს, რომლებიც ითვლებიან დღეს რომ არიან ასე ვთქვათ ზემო აშენოს გუნდები, ბევრ პრობლემას შეუქმნის. მაგაში ვარ ცალსაღად დარწმუნებული. უყურე რა რუსთავის სიტყვაზე და შახტიორის თამაშს დონეცკის შახტიორის თამაშს მართლა დამარცხდნენ, რა ქვია, მაგრამ პირველ მასაც როცა უყურე, რა ქვია, პირველ ტემპს, ტოლსტოს ეთამაშებოდნენ, მინდა გითხრათ და საკმაოდ კარგი ფეხბურთი ანახეს რუსთავის ფეხბურთელებმა. ამიტომ საერთოდ არ მიმაჩნია, რომ რადგან ისინი ახალი გადმოსულები არიან, აი რამდენად გაყვებათ 36 ტურია ეს ძალები ბოლომდე რამდენ პროცესში როგორ გაყვებათ მეორე საკითხი, მაგრამ ამ ეტაპზე მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ კონკურენტუნარიანი გუნდი იქნება სულ ყველა და არც ერთ გუნდს, ასე ვთქვათ, არცად არ ექნება მარტივი თამაში. ძალიან საინტერესო იქნება ჩემი აზრით დაკვირვება ამ გუნდებზე და ზოგადად საქართველოს ჩემპიონატ წარმატებები. მადლობა მინდა გითხრათ პირველ რიგში. ძალიან საინტერესო ეპიზოდი გამოვიდა ჩემი აზრით. წარმატებები მინდა წყალტუბოს სამგურალს უსურვო და აუცილებლად მიაწექეთ პროფესიული მე ვფიქრობ ერთ-ერთი შექმნის იდეას. მხოლოდ რა თქმა უნდა პროფესიული ლიგა ეს არ არის ის რომ თუ ჩვენ ამას შევქმნით ყველა პრობლემას მოვაგვარებთ. არა, მაგრამ ეს აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯი არის. ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რომელსაც მე შესაბამისად მე უნდა მოყვეს უკეთესი. ყოველ შემთხვევაში ის მაინც გვეცოდინება, ვის უნდა მივადგეთ, როცა რაღაცა პრობლემას დავინახავთ ქართულ საკლუბო. ეხლა წუსით. ჩვენ პირველ რიგში უნდა მივედგეთ ჩვენ თავს. და მე გავიშვიოთ ხელის სხვისკენ. მე ყოველ შემთხვევაში ესე ვფიქრობ, იმიტომ რომ ნებისმიერი წარუმატებლობა და წარმატება არის კლუბის ხელმძღვანელობის დამსახურება. კი ბატონო. გეთანხმებით. მაგრამ არის რაღაცა საორგანიზაციო, საბაზისო საკითხები, რომელიც სხვამ უნდა მოაკვიროს, სხვა ორგანიზაციამ, სხვა დაწესებულებამ, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, იმისთვის რომ მე კარგად გამოჩნდეს რა შეცდომებს უშვებენ კლუბის მესვეურები, დიახ. კი ბატონო. ნანიკოს პოდკასტს უყურებდით. თქვენ ჩემი სტუმარი გახდათ წყალტუბოს სამგურალის პრეზიდენტი მიშა მიხეილ იაშვილი. მე სანამ დაგემშვიდობებით შეგახსენებთ, რომ ჩვენი ახალი პარტნიორები არიან სამშენებლო მასალების კომპანია რონიქსი. ძალიან დიდი მადლობა მათ, ასევე ლუდის რესტორანი ლოვენბრაუ. სანამ დაგემშვიდობებით, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი დაგულე სპორტი. დააკომენტარეთ, მოიწონეთ ჩვენი ვიდეოები, გააზიარეთ, დატოვეთ თქვენი მოსაზრებები, თქვენი უკავშირი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ყოველთვის ვეცდებით, რომ საინტერესო სტუმრები და საინტერესო თემები შემოგთავაზოთ ნანიკოს პოდკასტში. მადლობა რომ მიყურეთ, დროებით გემშვიდობებით.